და კაცი მოკლეს და ეგ მოხდა რა. ვანო ჯავახიშვილი ემზარკვიციანის განცხადებას მისი სავარაუდო მკვლელობის შესახებ უკავშირებს იმ კრიტიკულ განცხადებებს, რომელიც ჯავახიშვილმა თავის შოუში დეპუტატების რუსეთში ვიზიტის შეფასებისას გამოიყენა. ვანო ჯავახიშვილი არ აპირებს მიმართოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, თუმცა სამართალდამცა უწყებებს რეაგირებისკენ მოუწოდებს. ემზარკვიციანის წინა პოსტი ჩემს შესახებ წყევლის მაგვარი იყო და შემდეგი პოსტი მიაყოლა ეს. თუ რაიმე ინფორმაციას ფლობს, წესით სამართალდამცველები უნდა დაინტერესდნენ. იმიტომ რომ ის არის სახელმწიფო ჩინოვნიკი, აქვს თავისი ძალაუფლება მთავრობაში და როდესაც ასეთი მაღალი რანგის ადამიანი აკეთებს ასეთ კომენტარს, მინიმუმ უნდა დაურეკონ და კითხონ, საიდან აქვს მას ეს ინფორმაცია. მე ჩემს თავზე საერთოდ არ ვნერვიულობ და მე ამ განცხადებას ყურადღებას არ ვაქცევ, უბრალოდ რაც ჩემთვის სანერვიულოა, ეს არის ოჯახის წევრები, ძალიან მძიმედ იღებენ ამ ინფორმაციას, დედაჩემი, ჩემი მეუღლე, ნათესავები, ყველა მირეკავს, სერიოზულადაც არ მინდა შევხედო ამას, მაგრამ როცა ასეთ განცხადებებს აკეთებენ, მინიმუმ სასიამოვნო არ არის ამბობს ვანო ჯავახიშვილი, ის მზად არის უპასუხოს სამართალდამცველების ნებისმიერ კითხვას, თუმცა მას ამ წუთამდე ჯერჯერობით არავინ დაკავშირებია. ის ამბავი, რომელიც დღეს განვითარდა ემზარკვიციანსა და რუსთავიორს შორის, შეგახსენებთ საგანგებო განცხადება რუსთავიორის გენერალურმა დირექტორმა სამართალდამცველი ორგანოების მიმართ გააკეთა ასევე Facebook-ის საკუთარი გვერდიდან. ახლა კი თემა, რომელსაც დღეს რეაქციაში წარმოგიდგენთ და ეს თემა ალბათ დიდად შორს არ უნდა იყოს იმ გამხსნელი ამბიდან, რომელიც ეხლა მე თქვენ მოგიყევით.
151 მუხლის სიცოცხლის მოსპობისან, ჯანმრთელობის დაზიანებისან და ქონების განადგურების მუხარა. როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდება მუხარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. სწორედ ამ მუხლით დაიწყო გამოძიება გაეროში საქართველოს ყოფილი ახალგაზრდა ელჩის თათია დოლიძის მიმართ გამოხატული ძალადობრივი განცხადებების გამო. ახალგაზრდა გოგონა შეურაცხმყოფელი თავდასხმების სამიზნე მხოლოდ იმიტომ გახდა, რომ აღმაშენებლის გამზირზე გამართული ქართველთა მარში გააკრიტიკა და მას რუსული პროექტი უწოდა. ჩვენ ეს ულტრამემარჯვენე ქსენოფობიური გამოსვლები ნამდვილად არ წაგვადგება ევროინტეგრაციის გზაზე. მსგავსი რუსული პროპაგანდა კარგად არის დაცდილი ევროპულ ქვეყნებში. ეს მარში წყალსასხამს რუსეთის წისქვილზე. დავით აღმაშენებელმა, რომლის გამზირზეც დგებით, სხვათა შორის ყივჩაღები ჩამოასახლა საქართველოში, მაშინდელი საქართველოს სამხედრო ინტერესებიდან გამომდინარე. ახლანდელი საქართველოს ინტერესი კი არის ეკონომიკური განვითარება, ევროინტეგრაცია, ოსი და აფხაზი ხალხის შემორიგება, მათთვის შემწყნარებლობის მაგალითის ჩვენებით და არაფაშისტური განცხადებებით ერთმორწმუნე რუსეთის მიერ მცოცავი ოკუპაციის შეჩერება, როგორც მინიმუმ რუსულ პროპაგანდაზე არ წამოგების გზით, სამოქალაქო აქტივობით, ნამდვილი პრობლემების წინააღმდეგ და არა წისქვილებთან ბრძოლა. სწორედ ამ განცხადების გამო გახდა მუხარისა და საჯარო შეურაცხყოფის სამიზნე თათია დოლიძე, ორად გაყოფილი საზოგადოება და ბრძოლის ველად ქცეული სოციალური ქსელი, სადაც თათია დოლიძის შემდეგ შეურაცხყოფები, როგორც თავად დაწერა, ასევე სოციალურ ქსელში უკვე ქართველთა მარშის ერთ-ერთი ორგანიზატორის გია კორკოტაშვილის ქალიშვილის მომღერალ სალომე კორკოტაშვილის მისამართით წამოვიდა. ყველა სხვა აზრი გვაქვს, მაგრამ გთხოვთ, ნუ დაესევით ერთმანეთს. ყველას კარგი გვინდა ჩვენი ქვეყნისთვის, გინებით და ლანძღვით ვერ მივაღწევთ ვერაფერს კარგს. ყველას გვაქვს იმის საშუალება, რომ ვილაპარაკოთ ღიად პრობლემებზე და ცივილიზებულად გადავწყვიტოთ პრობლემები. ნუ მემუქრებით, ნუ მაგინებ, წერს პოპულარული მომღერალი სალომე კორკოტაშვილი, რომელიც ამ დროისთვის ამერიკის შეერთებულ შტატებში ცხოვრობს. გია კორკოტაშვილის შვილი წერს, რომ მამამის Facebook-ი გაუტეხეს და თათია დოლიძის მიმართ დაწერილი კომენტარები მამამის არ ეკუთვნოდა და საქართველოს სიყვარული მას მშობლებმა ასწავლეს. მაშასე დღეს რეაქციაში საზოგადოება, რომელიც ამბობს, რომ ქართველ ქალებს და ახალგაზრდებს უცხოელების ძალადობისგან იცავს და მეორე ხელით მზად არის თავად იძალადოს იმავე ჯგუფებზე. საზოგადოება, რომელიც მზად არის მამის არასწორი პოზიციის გამო მისი ქალიშვილის მიმართ გამოხატოს შეურაცხყოფები. საზოგადოება, რომელიც ქვეყნიდან უცხოელი არალეგალების გაძევებას ითხოვს და არაფერს ამბობს საზღვარგარეთ, ასევე არალეგალურად მცხოვრებ მილიონზე მეტ საქართველოს მოქალაქეზე. დღეს ძალიან საინტერესო სტუმრები ყავს, მე პირველ რიგში მივესალმები ჩვენ სტუმრებს, რომლებიც ხედან აუდიტორიაში, თეონა დოლენჯაშვილი, მწერალი, ეკატო გონიძე, მწერალი, ნინო ორდეინძე, სამოქალაქო აქტივისტი, მაგიდასთან მინდა მოვიწვიო თიკა რუხაძე, მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის დირექტორი, მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის, ლადო კახაძე, ექიმი, დოდო ხურცილავა, თეატრმცოდნე, ასევე ძალიან საინტერესო სტუმრები გვეყოლება მაგიდის იქითა ფლანგზე. მე მადლობას გადაგიხდით იმისთვის, რომ დაგთანხმდით, ერთად ვიმსჯელოთ იმ პროცესებზე, რაც ბოლო დღეებში ჩვენს გარშემო ვითარდება. მაშასე მიშა მშვილდაძე, პროდიუსერი, ანრი ბიბინეიშვილი, მსახიობი და პუბლიცისტი ნათია მეგრელიშვილი. ძალიან დიდი მადლობა, რომ ხართ ჩვენთან ერთად. მადლობა დიდი, მადლობა ქალბატონ ნათია. მე მინდა პირველი შეკითხვა დაუსვა თეონა დოლენჯაშვილს, ის ახალგაზრდა მწერალია, ძალიან საინტერესო ადამიანი. მე მაინტერესებს რა არის პროცესები, როგორ გამოიყურება ეს პროცესები, რაც ბოლო დღეებში ჩვენს ქვეყანაში ხდება თქვენი თვალით. მუხარები, შეურაცხყოფები და ადამიანის ბულინგი, რომელიც წარმოუდგენელ სახეს იღებს. მოგესალმებით. მე მეჩვენება, რომ რაღაც დიდ აცდენასთან გვაქვს ზოგადად საქმე, რაღაც ღირებულებებს ავსდით თვითონ, იმიტომ რომ ეროვნული ღირებულებები თუ კი ის არ ემთხვევა ზოგად საკაცობრიო ღირებულებებს, ის აღარ არის ჭეშმარიტი. უბრალოდ რაღაცნაირად თითქოს სწორედ ამ ღირებულებების დისკრედიტაციასთან და დევალვაციასთან გვაქვს საქმე. მაშინ, როდესაც იცავს სამშობლოს, მაშინ, როდესაც იცავს რელიგიურ ღირებულებებს და ამ დროს სწორედ ამათ დისკრედიტაციას ახდენ თან მეორე ხელით, ეს არის უკვე ძალიან ცუდი. გარდა ამისა,
თავარი პრობლემა ამ შემთხვევაში სად არის რეალური მტერი ვის წინააღმდეგ უნდა გამოვდიოდეთ დღეს ჩვენ იქ 400 მეტრთან რომ არის საზღვა და მალე რომ ცენტრალურ გზაზე რომ ჩამოგვივა და გზას გადაგვიკეტავს იმათ წინააღმდეგ თუ აღმაშენებლის გამზირზე რა თქმა უნდა უფრო იოლი არის ეხლა გამოვიდეს ამდენი ქართველი ვაჟკაცი და აქ იყვიროს ვიდრე იქ რეალურად სადაც არის სწორედ ჩვენი ყველაზე მეტად ჭირდება სწორედ ამ ხმის ამოღება იქ არავინ არ არის ამ ორ საპროტესტო აქციას რომ შევადარებთ აქაც ძალიან ცალსახარის ის თუ რაც ხდება გარდა ამისა ეს პოლარიზაცია ეს ძალიან დიდი რადიკალიზაცია ძალიან დიდი აგრესია ბულინგი ეს ცალკე თემა არის ამ ორი დაპირისპირებული ბანაკის რომელიც უფრო და უფრო რადიკალურად დაპირისპირებული ხდება ერთმანეთთან ეს არის კიდევ ძალიან დიდი ტრაგედია იცით რა მე მინდა რომ ჩვენ გადაცემის განმავლობაში თითოეულ ჩვენ სტუმართან თქვენთან ერთად ვიმსჯელოთ სწორედ იმაზე რატომ არის ასეთი აგრესია ერთმანეთის მიმართ ასეთი ბულინგი ადამიანის ჩაქოლვის მცდელობა აი რაღაცა სახალხო გამართლების მცდელობა რითი ხსნით თქვენ ერთი ან თუნდაც მეორე მხრიდან სალომე კორკოტაშვილი რომელიც ძალიან წარმატებულია ძალიან მაგარი მომღერალია რომელიც არის დაუშვათ გია კორკოტაშვილის შვილი ის წერდა Facebook-ზე რომ უკვე მისი მისამართი წამოვიდა იგივე შეურაცხყოფები რასთან გვაქვს საქმე რატომ ხდება ეს საერთოდ ცხელი ხალხი ვართ ესეც მესმის და სოციალური ქსელი ძალიან კარგად დაჩვენებს თან ამ ყველაფერს ძალიან მოკლედ პირდაპირ რეალურად ლუსტრაცია ხდება ჩვენი გზნობების განცდების თან ერთის მხრივ ის ადამიანები რომლებიც ამბობენ რომ ქრისტიანები არიან და სრულიად არაქრისტიანული და სიძულვილის ენით საუბრობენ და ასევე მეორე ლიბერალური ნაწილი რომელიც უნდა იყოს სწორედ შემწყნარებლური ტოლერანტული ისიც ასევე მოკლედ ისინიც რადიკალურები არის. მე ვფიქრობ, რომ აქ დიდი განსხვავება ხშირ შემთხვევაში არ მინახავს სწორედ ამ ენას შორის, ამ ერთმანეთთან დაპირისპირებას შორის. ერთი იწვევს მეორეს და პირიქით რაღაცნაირად ერთმანეთს წყვებავენ. აი მაინც მე ვფიქრობ, რომ რაღაცნაირად უნდა მოვახერხოთ ის, რომ ვიყოთ ცოტა მეტად დაუფიქრდეთ, რა საუბრობთ, როგორ საუბრობთ, ისევ ერთმანეთს მიმართავთ, აქ არ არის მტერი. აქ მე რეალურ მტერს ვერ ვხედავ. რეალური მტერი სხვაგან არის და რაღაცნაირად ჩვენ კიდე ერთმანეთს ვესვით ამ ქვებს. მადლობა თეონა, მე ბევრი კითხვა მექნება, კიდევ ეხლა ეკასთან გადავალ შეკითხვით, ეკა ტოგოინძე მწერალი. ეკა, თუ გიფიქრიათ თქვენ რა იწვევს ამ აგრესიას? ძალიან ხშირად მე პირდაპირ ვიტყვი, შეიძლება ჩვენმა რომელიმე სტუმარმაც თქვას, ჩვენ დაუდანაშაულები ვართ ჟურნალისტები დაუდანაშაულები ვართ რომ აი თქვენ ხელოვნურად ძაბალ სიტუაციას თქვენ აწყობთ რაღაცის პროვოცირებას ახდენ და დებატების შემდეგ გადადის აი ასეთი ტიპის აგრესიაში. მე ვფიქრობ რომ ჟურნალისტის ვალდებულება ასახოს ყველაფერი რაც ხდება ქვეყანაში. შეიძლება მე ვცდები თქვენი თვალით. მე მაინტერესებს თქვენ რას ფიქრობთ რა იწვევს ამ აგრესიას რასაც ყოველდღიურად ყოველწამიერად ვეჩეხებით და სიტუაცია არ არის მარტივი. აი მაგალითად ხვალ ქალთა ორგანიზაციების მიერ არის დაანონსებული აღმაშენებელზე აქცია, შემდეგ არის გირჩის მიერ დაანონსებული გავწმინდოთ აღმაშენებელი, კვირას უკვე ელენე ხოშტარიას აქცია არის ასევე დაანონსებული. ამ დროს მაგალითად ქართველთა მარშის ორგანიზატორები წერენ, რომ უნდა მივიდეთ ჩვენ და მერე უნდა მივიდეთ იქ მამაოებთან ერთად, სასულიერო პირებთან ერთად და უნდა გავწმინდოთ. რაღაცა ძალიან დიდი საფრთხის წინაშე ხომ არ აღმოჩნდით თუ ეცრად, თუ გიფიქრიათ ამას. მოგესალმებით. ჟურნალისტების და მედიის როლი ზოგადად იმდენად დიდია ამ პროცესებში, რომ ბუნებრივია ხოლმე ალბათ ესეთი რეაქციები და ვთქვათ იგივე ესეთი კომენტარიც მოვისმინე, რომ ქართველთა მარში არ იქნებოდა ასეთი მასშტაბური, რომ არ ქონოდა ასეთი დიდი მედია გაშუქება წინასწარ ანონსის სახითაც. ამას რა თქმა უნდა ვერ გავექცევით, რადგან ჩვენ და მე როცა მუშაობდი ადრე. მე მაინტერესებს ამაზე პასუხი, რომ შენ პროფესიით ჟურნალისტი ხარ და წლების განმავლობაში ტელეწამყვანი იყავ. რა თქმა უნდა, საზოგადოებრივი ინტერესის საგანი ყოველთვის უნდა იყოს ყურადღების ცენტრში და ჩვენ გვაქვს ეს მისია და ეს ასეც უნდა ხდებოდეს. რაც შეეხება აგრესიას, ძალიან დაბალია ჩვენში პოლიტიკური კულტურა, დაბალია საწინააღმდეგო აზრის მიღების კულტურა. საკუთარ თავზე შემიძლია გითხრათ ძალიან ბევრი რამ, რისი მიღებაც ადრე მიჭირდა. მიჭირდა, ვთქვათ, რაღაცის დათმობა, დაშვება,
ანუ საზოგადოება ისევე როგორც ადამიანი იზრდება, უბრალოდ ის გამოცდილება, რომელსაც გაძლევს შენი პოლიტიკური, გეოგრაფიული, ყველანაირი კონტექსტი უნდა მიიღო როგორც გამოცდილება. ის რომ ვაფასებთ, როგორი ადამიანები იდგნენ მარშზე, როგორები არიან ისინი, რომლებიც დადგებიან ხვალ იმავე ტერიტორიაზე, აი ეს გამუდმებული შეფასებითი დამოკიდებულება და ჰაბიტუსით თუ ლექსიკით, კი, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, რას ვამბობთ, როგორ ვამბობთ, როგორ გამოვიყურებით ამ დროს ხელში რა გვიჭირავს, მაგრამ რეალურად თითქოს მთავარი გვავიწყდება ხოლმე. რატომ ხდება ეს ასე? გვიჭირს მოცემულობის მიღება. მარში შედგა. გამოვიდა ჩემი აღქმით ბევრი ადამიანი ქუჩაში. ეს არის მოცემულობა. ჩვენ ალბათ ძალიან კარგად უნდა დავფიქრდეთ იმაზე, რა აწუხებთ ამ ადამიანებს, იმიტომ რომ ერთია რომ ვთქვათ ეს იყო მართული, ეს იყო ასეთი და ასეთი პოლიტიკური კონტექსტის, მაგრამ ყველა ის ადამიანი იქ არ ყოფილა, ვთქვათ, ამ იდეოლოგიის გამზიარებელი. შეიძლება იყო მსხვერპლი, მაგრამ არა გამზიარებელი. ადამიანების გულწრფელი ემოცია ძალიან ხშირად ხდება ხოლმე მანიპულირების საგანი, ხო, როგორც გვჩვევია. სადაც იყრის თავს ბევრი ადამიანი, იქ არის უკვე ძალაც. შესაბამისად, აი თუ ჩვენ გვინდა რომ საერთო ენა გამოვნახოთ ერთმანეთთან და გავიგოთ, რისკენ მივდივართ, იმიტომ რომ ჩვენ თუ ფუნდამენტურ საკითხებში არ შევთანხმდით, ამ ფუნდამენტზე, რომელიც არ არის შეთანხმებული და არ არსებობს, ვეღარ აშენებ ვერაფერს, ხო? თუ ცნება ღირსება, აბსოლუტურად სხვადასხვაა ჩემთვის და ჩემს გვერდზე მჯდომისთვის, რომელიც ამავე ქვეყანაში ცხოვრობს, ამავე საზოგადოების წევრია, არსებობს ჩემთან ერთად და იარსებებს. ეს ხალხი ხო არსებობს, ისინი ხო ბევრნი არიან, ჩვენ ხო ერთნი ვართ. თუ აი ამ ელემენტარულ ფასეულობებზე არ შევთანხმდით, ძალიან რთულია, აი არც კი ვიცი რა გზით უნდა დავდგეთ ერთად, როდესაც ვთქვათ აი ღირებულებები, რომლებზეც ჩვენ საუბრობთ, შოთა რუსთაველი, რომელსაც ესე ხშირად ვახსენებთ, თუ ვაჟებშაველა, თუ აი ამათი აღქმა არის განსხვავებული, თუ მაგალითად მიგვაჩნია, რომ კრიმინალს აქვს ეროვნება. აი მაშინ როგორღა უნდა გავაგრძელოთ ჩვენ კანონის უზენაესობაზე საუბარი, თუ მიგვაჩნია, რომ ადამიანი, ვინც ჩადის დანაშაულს, გააჩნია, რომელი ეთნოსის წარმომადგენელია, თუ უშენიანია და ქართველია, ნაკლებად გამაღიზიანებელია და ნაკლებად უნდა დაისაჯოს. ან ძალიან ბევრი საკითხია. მადლობა ეკა, ასევე მექნება ბევრი კითხვა, ეხა ნინოსთან გადავალ შეკითხვით, შემდეგ უკვე მაგიდის სტუმრებთან და კვლავ დაგიბრუნდებით. ნინო, თქვენ როგორ ფიქრობთ, მე როგორც ვიცი, მაგალითად კვირას დაანონსებული აქციის, რომელიც დაანონსა ირინე ხოშტარია, ამ აქციის მონაწილე ხართ, ხო? ერთ-ერთი ვინც გეგმავს ამ აქციაზე მისვლას. რას ემსახურებოდა ეს დაანონსება? შეგიძლიათ მითხრათ, იმიტომ რომ ნახეთ აღმაშენებელზე ქართველთა მარში. ეხლა ხელახალი დაანონსებები რისთვის გადაწყდა, რომ რა, რისი თქმა გქონდა? მე აქ ცოტა სხვა პრობლემასაც ვხედავ. რა თქმა უნდა, რაზეც გოგოები საუბრობდნენ, აბსოლუტურად ვეთანხმები, მაგრამ აქ არის მეორე მომენტი, რომ ეს არის ჩვეულებრივი რაღაცა რუსული ფაშიზმის გადმონაშთი და უნდათ რომ აი რაღაცა გადმოტანილი მარში იყო. ეს ადამიანები არიან ჩვეულებრივი ჩემთვის მაგალითად დაჯგუფება, მოძალადეები არიან, იმიტომ რომ აი ეს რაღაცა მუქარები, რომლებიც შემდეგ მოხდა, მე ქალი ვარ და ვარ ორი შვილის დედა. ორი გოგოს დედა სხვათა შორის და ძლივს წლების წინ ამოვედით ამ სიტუაციიდან და დღესაც ჩემთვის წარმოუდგენელია რომ ადამიანებს ჰქონდეთ ესე იმუქრებოდნენ მსგავსი რაღაცეებით ეს ჩვეულებრივი სისხლის სამართლის დანაშაულია და მთავრობა საერთოდ არ აინტერესებს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ როგორც იქნა დაიწყო გამოძიება, მაგრამ რა მოყვა ამ გამოძიებას? გავიდა რამოდენიმე დღე, ისევ გრძელდება მსგავსი პოსტები, შეიძლება ვიღაცა სხვა გოგონებზე ისევ მუქარები, ანუ ამ ადამიანებს არანაირი რეაგირება არ არის. არანაირი სხვა განცხადება არ ყოფილა. გამოვიდა მაგალითად ერთ-ერთი მთავრობის წარმომადგენელი, რომელსაც რაღაცა არაადეკვატური განცხადება გააკეთა, ცოტა კახიკალაძის განცხადებას გულისხმობ, ცოტა სადღეგრძელოს გავდა, იმიტომ რომ ამ თემასთან დაკავშირებით თავისი დამოკიდებულება მე ვერ დავინახე კახის განცხადებაში მისი დამოკიდებულება და ამიტომ აქედან გამომდინარე მე ერთი რაღაც მინდა ვთქვა, რომ ერთადერთი რაც მომწონს ამ სიტუაციაში, ეს რაც ხდება, ყველაფერი ხო არის მარაზმი, მაგრამ მომწონს ძალიან საზოგადოების აღშფოთება და დარწმუნებული ვარ, რომ ქართველი საზოგადოება აღარასოდეს აღარ დაბრუნდება იქ, სადაც უნდათ რომ დაგვაბრუნონ. ეს არის წარმოუდგენელი. და ზუსტად ამიტომ თუ მთავრობა ჩვენ ვერ გვიცავს და არანაირი რეაგირება არ აქვს, ჩვენ
ადამიანები დავიცავთ ჩვენ თავს. და ზუსტად ეგ არის იმის მიზეზი, რომ მე კვირას 20 საათზე მივდივარ ელენე ხოშტარიას აქციაზე აღმაშენებელზე, იმიტომ რომ წარმოუდგენელია დღევანდელ დღეს მსგავსი მუქარები. ეს არ არის ნორმალური, რაც იქ ხდებოდა. ეს არის ჩვეულებრივი, არ ვიცი რა ქვია ეხლა. კარგი, არანაირი რეაგირება არ მოყვება. ბევრი კითხვა მაქვს. მე დღეს საგანგებო დავგეგმე ეს გადაცემა ისე რომ არ მოვიწვიე პოლიტიკოსები. საინტერესოა სწორედ თქვენი თვალით, საზოგადოების თვალით დანახული ეს მოვლენები. თიკა რუხაძესთან გადმოვალ მაშინ ახლა შეკითხვით. თქვენი შთაბეჭდილება, თიკა და მთავარი კითხვა რა, რის გამოც ამ გადაცემის გაკეთება გადავწყვიტეთ. რატომ ხდება, რატომ ასეთი აგრესია? აი ნინო ამბობდა რომ მიზანმიმართული პოლიტიკური აქცია იყო მისი აზრი. რეაგირებას ვერ ვხედავ. ეს ადამიანები არ ჩერდებიან და არ შეიძლება აქ უამრავი, აქ ფსიქოლოგიური მუქარა, აქ არის უბრალოდ ძალიან ბევრი ელემენტებია, რაც არის დარღვეული და როგორ შეიძლება რომ საერთოდ არანაირი რეაგირება არ მოყვებოდეს ამ ყველაფერს, არაფერს არ შეიძლება და ეს არის ზალადობის წახალისება. უბრალოდ ამ ადამიანებს არ ესმით რომ საქართველოში ის ზალადობას ისინი ვერასოდეს ვეღარ დააბრუნებენ. ამაზე ქართულმა საზოგადოებამ თქვა უარი და ეს არის წარმოუდგენელი. კარგი, მოდით თიკას დაუსვიმე კითხვა, მაგრამ ეხლა დავინახე ქაბატო ინდოდო არ ეთანხმებოდა ნინოს და მაშინ პირდაპირ გადმოვა თქვენთან თიკას ორიოდე წუთში დაუსავ კითხვას. არ ეთანხმებოდით ეხლა ვხედავთ. რატომ? ლაპარაკობს უკვე ძალიან აღშფოთებული კი არა, უბრალოდ პირდაპირ აწევს პირდაპირ იარაღებს ფაშიზმი ეთქობა არის ის კალკატონმა რა არის კარგი ფაშიზმი და მე დანახილავთ მაგალითად დამწვარი მანქანები ჩამწრეული ფანჯრები და შეძახილები სულ სამოგართმევთ ხერხემალში გადაგამტრევთ ჯოჯოხეთს მოგიწყობთ ასე შემდეგ და ამაზე არ ყოფილა ასეთი მკაცრი რეაგირება იცით რა მე იმ დღეს ძალიან შემეშინდა იმ დღეს მოერთი წუთი თუ შეიძლება დავამთავრებ ესე იგი ჩვენ უნდა გავჩერდეთ პატიურებით რო ემუქრებიან აქ არ არის მარტო ერთ ადამიანზე საუბარი ქაბატონ დოდო თქვენ იცით რა თემაზე ხართ მობრძანებული? ვიცი მე რაზედაც ვარ მოსული, მაგრამ მე ისიც ვიცი რომ ის დაიშალა ის მიტინგი, არცად არ იქნა, არც დამტრეული ფანჯრები იყო, არც მანქანები, არც არავინ არ გაუპატიურებია, რამდენადაც ვიცი, განსხვავებით სხვა ძალებისაგან, რომელიც აუპატიურებდნენ წლების მანძილზე მთელ საქართველოს. და ამაზე არ ქონია არავის რეაქცია. და ეხლა არ უნდა ამაში ძალიან კარგია რომ არ გვეშინია. ძალიან მიხარია რომ არ გვეშინია ამაზე ლაპარაკი. ძალიან მიხარია რომ არ გვეშინია ამაზე ლაპარაკი. უბრალოდ ერთი რამე მინდა თქვა აუცილებლად. ხო, ადეკვატურია მეგობრებო. ვაცადოთ ქალბატონმა დოდომ გამოგებათ ეხლა ჩემზედაც გააკეთა უცებრი ეს რა ქვია. არაადეკვატური ვარ. რატომ უნდა მქონდეს ამ ადამიანისადმი დადებით დამოკიდებულება? კაცმა მითხრა არაადეკვატური ხარ. არა, ეს სიხარული არის. არ არის, აბსოლუტურად არაფერს არ გამიხარდა. იმიტომ მე არ მომწონს ესეთი რაღაცები. მე არ მომწონს, იმიტომ დამამთავრებინებ თუ შეიძლება. მე არ მომწონს, იმიტომ რომ მე ვიცი რომ საქართველოს ძალიან ბევრი მოქალაქე არის უცხოეთში წასული. ისინი ბედნიერების გამო იქ არ არიან. ზუსტად ისევე როგორც ისინი არ არიან აქ ჩამოსული ბედნიერების მოსაპოვებლად. ლუკმა პურის მოსაპოვებლად ბევრი გადის. ხო და ამიტომ თუ შეიძლება მოსმინოს ერთმანეთს, კი, გისმენთ. და თუ ამ ადამიანებმა ამაზე უნდა იფიქრონ და ამათ პირდაპირ ფაშისტები კი არ უნდა ვუძახოთ, უნდა დაველაპარაკოთ ადამიანურად. ხო? არც ბატონ კორკოტაშვილის ქალიშვილს უნდა უძახოთ რაღაცები, არც ბატონ კორკოტაშვილს უნდა უძახოთ რაღაც უსიამოვნო უმჯობესია დაველაპარაკოთ ერთმანეთს და გავიგონოთ რას ველაპარაკებით არა დავამთავრებთ კი ბატონო რა თქმა უნდა იმიტომ ჩემთვის მაგალითად ყველაზე მთავარი ფასეულობა რაც კი არის აი ურთიერთობებში ეს არის ძალიან ცნობილი ფრაზა ბოდიშვიხტი ყველა მიცით ეს ფრაზა მაგრამ მაინც ვიტყვი მე არ ვეთანხმები თქვენას, მაგრამ სიცოცხლეს გავწირავ იმისათვის, რომ ეს აზრი თქვენ გამოთქვათ. აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. აი გამოთქვეს ამ ადამიანებმა აზრი და უცბად წამოვიდა დიდი ნაგვის გროვა და გადაესხა თავზე. შესაძლებელია, რომ ესენი არ არიან სწორად, არასწორად მოიქცნენ. მაგრამ მე ვფიქრობ უმჯობესია, კი არ გავაღიზიანოთ ამათთან ურთიერთობა, კი არ ვუწოდოთ მათ ფაშისტები. იმიტომ კიდევ ერთხელ ფაშიზმი ეტყობა არ ვიცით კარგად რა არის.
და მე მინახავს პარიზი, ნახევრად გადამწვარი, მე შარშანწით მოვისმინეთ ძალიან მაღალი თანამდებობის პირის შუა ევროპაში რომ ცხოვრობს ისეთი კაცის ნათქვამი რომ რა უნდა ამ ავსტრიაში როგორდიან ამ ტოლვილებსო ეგერ არის უნგრეთდა წავიდენო მოდი შვიხთი მაგრამ იმ ადამიანებს იცით სიცოცხლის საფრთხე ქონდათ და იმით გაიქცენ ავსტრიაში ამიტომ არ არის საჭირო ასეთ ფერფლის თავზე დაყრა და თქვა რომ რაც სტუდენტებიათ ყველანი ქართველებიათ დაველაპარაკოთ ამ ადამიანებს და გავახსენოთ რომ იქ არიან ქართველები ქალები მუშაობენ წელზე ფეხს იდგამენ ჩემი ამხანაგი ჩემი თანამშრომლის დედა 7-8 წელიწადი არ იყო ჩამოსული თბილისში ისენატრებოდა იმ ბიჭს დედამისის ნახვა და იმასაც ისენატრებოდა იცით ალბათ ვიზედაც ვლაპარაკობ გადაცემა იყო ამაზე რომ ამიტომ შენ არ უნდა ელაპარაკო ამას. კარგით, მე მეორე დღეს მე როდესაც გავიარე ქალაქში. რაზე უნდა ველაპარაკოთ მაშინ? როგორ წარმოგიდგენიათ, რა უნდა იყოს სისტემები, მიშა განაგძე მაშინ და აი ესე მიყვეთ თან მიმდევრო. ფაშიზმი არ არის მარტო მანქანების დაწვა და საერთოდ მანქანების დაწვასთან. საერთოდ აზროვნებაზე ვლაპარაკობ მეც. ადამიანების რამდენიმე ადამიანი რომელიც ამ მარშში მონაწილეობდა პირველ რიგში მართლა გეთანხმებით რომ მოდი არ დაუძახოთ ამათ ფაშისტების მარშში რა თქმა უნდა ბევრი ადამიანი იყო რომელსაც საერთოდ არც ფიქრობს საერთოდ მაგაზე ეს ფაშიზმია თუ არა რასაც ის განიცდის ამას განიცდის და მორჩა და არასწორია ეს მიმართულება ჩვენ თუ შევაფასებთ ვინმეს და შევაფასოთ მათი ლიდერები ვინც იქ იყვნენ და აი მათი მიმართ მოწოდებები თუ ისმის ფაშისტური და ეს მარტო ესე ამ ერთი აქციით თქვა ვაფასებთ ვიცნობთ ამ ხალხს არიან წარმომადგენლები ერთ-ერთი გაზეთის რომელიც სულ ფაშისტურია ყველა ნომერი ყოველ შაბათს რომელ დღეს გამოდის არ ვიცი სულ ფაშისტური გაჯერებული თავიდან ბოლომდე და იმიტომ გაჩნდა ეს სიტყვა აქ კალბატონო თორე ამ მოძრაობის დისკრედიტაცია კი არ გვინდა ჩვენ ნებისმიერი მოძრაობა რომელიც ავიდა გულწრფელია მივესალმები რადგან გამოხატავს ადამიანებს და შემოდის კომუნიკაციაში ადამიანები ერთმანეთს თუ არ ვილაპარაკეთ საზოგადოება ერთმანეთის პრობლემებზე არაფერი არ გამოვა მაგრამ მეორეს მხრივ მთავარი არის რომ ჩვენ აქ ამ იმით რა ქვია დაყვავებით და თავზე ხელის გადასმით და ეს ჭუკლი პუკლი კარგი ბიჭია და ეს ჩვენი ძმაკაცი არის აი ზუსტად ესე შემოეპარა ფაშიზმის ბაცილა მაშინაც იქაც ეგონათ რომ მართლა ებრაელების გამოიღუპებოდნენ და იქაც გაჭირვებაზე იყო და სოციალ-ნაციონალური იდეოლოგია გაჩნდა. და საქმე იმაშია რომ ძალიან ახლოს ვართ ამასთან. ვიყავით და ეხლა აღარავით. ვიყავით კი არა ეს ამაში მოვაბიჯებთ ამ ნაბიჯებში ჩვენ ეთნიკური კონფლიქტებით სამოქალაქო ომებით ამას შექმნილი არა ძალიან სერიოზული აქცენტი იყო ეხა თქვენთან ძალიან ახლოს ვართ ამასთან საფრთხეზე ვაკეთებ აქცენტს იმიტომ რომ მე შემიძლია ინგარითაც დაიწყე გააცემა ზოგადად ეს ნარატივი ვილაპარაკეთ როგორ ვეკონტაქტებით ადამიანები ერთმანეთს აქ იყო ემზარკვიციანის განცხადება ვანო ჯავახიშვილზე. ემზარკვიციანი რომელიც მოუხადო ეთერიდან იმიტომ რომ როგორც მითხეს 2 წუთი თუ 3 წუთი არის მოდა ჩემი ხმა, ამიტომ ალბათ შეიძლება ვანოს კი არა მაყურებელს უფრო სწორედ ბოდიში უნდა მოუხადო. ალბათ მაყურებელი შეიძლება ვერ ძლიერ. ჩვენი კანონმდებლობითაც აქ მნიშვნელოვანი ელემენტი შემოდის როგორც გავერკვი ახლა ბოლო დღეებშიც გავერკვი რომ როგორ აღიქვავს თვითონ ადამიანი ამაზეც არის მნიშვნელოვანი რამ დამოკიდებული. ეხლა მაგალითად ემზარკვიციანის განცხადებაზე ვანო ჯავახიშვილი თვითონ როგორ აღიქვავს და იმას ეცინება თუ ეხლა თავისი ოჯახის გასამხრებლად ძალით ცინის თუ მართლა ნერვულობს თუ სინამდვილეში ნერვულობს არ ვიცი მაგრამ როცა ესეთ აი არასერიოზულ წყაროზე არაფერ რაღაც ნაბოდვარზე დაყრდნობით სერიოზული თანამდებობის თუ არ ვიცი რა ქვია იმას წარმომადგენლობითი უფლებამოსილების პირი აკეთებს და ამბობს რომ მოკვდება სიკვდილს და ცოცხალ ადამიანს ახსენებს ერთად-ერთ წინადადებაში. ამას ხო უნდა გძნობდეს რომ მართლა პასუხისმგებლობა თუ მართლა არ დამირეკეს და არ მითხრეს რომ ყისერი საფრთხე ემუქრება ადამიანს და მაგ დროს ეს ხო საფრთხილო საკითხია ეს ხო ეხა დებილები ხوارად რატო ითქვა რომ ეს დაშინების მცდელობა არის ამ ბიჭის რა თუნდა პატარა ბავშვები ხوارად ეხა ვის ატყუებს მართლა ეგ მუქუებია დედა რა წაიკითხე ამ განცხადებას მუქადაა ჩვეულებრივი და ასრულების თავი არ ვიცი მაგრამ ამ მუხეში და ცოტა უცნაური კაცისგან ეს არის ჩვეულებრივი მუქარა ესე მიიღე დი ესე მივიღე მე ესე მგონია ოღონდ მუქარა არის იმით რომ მუქარა
როგორ გითხრა, დაშინების მცდელობა არის, ასე დავარქვათ რა. მუქარისკენ გადადგმული ახორციელების ნაბიჯები რამდენად მოყვება ამ ყველაფერს არ ვიცი და აქვს თუ არა მას ბუნებაში, მაგრამ თუ ადამიანის შეშინება არ გინდა ასე ცისკურელეს საერთოდ მოაპოდია. მიშა, შენი ნებართვით უკაცრავად მაყურებელი, რადგან ხმარის მოდა რომ არ დაიბნეს, ძალიან მოკლედ წავიკითხავ, რა თქვა ემზარ კოიციანმა. მან თქვა რომ იგეგმება სისხლის ზღვა ახასიათებსო 25 წლის მტერი საქართველოს და ასე შემდეგ გვახويسი წარსული გაიხსენეთ გიორგი სანაია ვინ შეიძლება იყოს მომავალი მსხვერპლის სანაია სავით ყველამ თქვენი კომენტარი გააკეთეთ მე ვფიქრობ რომ ვანო იქნება ჯავახიშვილი და ამაზე შემდეგ რეაქცია ქონდა რუსთავიორის გენერალურ დირექტორს ძალიან მძიმე ხელისუფლებას გაფრთხილება გაუკეთა ნიკა გვარამიამ და თავად ვანო ჯავახიშვილის კომენტარი იყო ასეთი რომ მე არ მინდა ამას შევხედო სერიოზულად მაგრამ ძალიან მძიმედ იღებენ ამ ინფორმაციას რაც ემზარ კოიციანმა გაავრცელა ჩემი ოჯახის წევრები ანუ თქვენ მიიღეთ როგორც მუქა რა ეს როგორც დაშინების მცდელობა ეს როგორც დაშინების მცდელობა უკვე არის ფაქტია იმიტომ რომ შეეშინდათ ადამიანებს გაგზავნილი იყო ეს დაშინება რა თქმა უნდა დაშინებისთვის ვანოსი იქ რა სიტყვები მისგან და რატო არის ასეთი მნიშვნელოვანი პიროვნება რომ უნდა დავაშინოთ აუცილებლად ის ვანო არის ყველაზე რეიტინგული ნახევრად პოლიტიკური შოუს წამყვანი ამ ქვეყნის ალბათონდო ძალიან მნიშვნელოვანი არის გადაწყვეტილებებს იღებს გადაწყვეტილებებს არიდებს მაგრამ მისი პოზიცია და მისი შეფასება ადამიანის აქტივობის მიმართ მნიშვნელოვანწილად განსაზღვრავს საზოგადოების დამოკიდებულებასაც მერკამ ადამიანის მიმართ ანუ მის იმიჯების ვანო ჯავახიშვილი ძალიან მწვავე ბოლო ეს ბოლო ვიზიტი რო ჰქონდათ მაგ მოსკოვში მაგის კარგი მწვავე შეფასება ჰქონდა და მოდით თუ შეიძლება გადავალმე სხვა სტუმართან ბატონო ლადო თქვენ დაგისვავთ შემდეგ შეკითხვას ქალბატონ ნათიას, თიკას და ანრის. თქვენ როგორ იღებთ იმ ყველაფერს, რაც ასე ჩვენს თვალწინ ვითარდება, ხდება, ეს არის მუქარები ადამიანზე, არ ვიცი მე, შეურაცხყოფის ნიაღვარი, მართლა გულწრფელად შევწუხდი, გარდა თათია დოლიძის წინააღმდეგ რაც გაკეთდა მთელი ბულინგისა, როდესაც აღმოვაჩინე რომ იგივეს წერდა სალომე კორკოტაშვილი, ასევე ძალიან წარმატებული, ასევე ძალიან მაგარი გოგო, მომღერალი, რომლის მამაზე გაბრაზებული ადამიანები, როგორც სალომემ თქვა, მას უწერდნენ შემდეგ იგივე შეურაცხმყოფელ მინაწერებს უკეთებდნენ. ანუ აი რასთან გვაქვს საქმე? თქვენ როგორ ფიქრობთ? სალამი სტუმარ მასპინძელო და მსმენელ მაყურებელო. ყველას სალამი. კეთილი გულით და ყველინდელი დღის სწორი ახმული იმედით. Facebook-ი ვახსენეთ. ძალიან ბევრჯერ მინახავს, მე რასაკვირველია არ ხსნი ამას, არ ვკითხულობ, მაგრამ წერია შოკის მომგვრელი ინფორმაცია გარდაიცვალა ცნობილი მსახიობი. და დახატულია ეს მსახიობი. ფეიქს ეძახი ხო ზოგიერთი ამა ჯოუკი, ფეიქი, რა მნიშვნელობა აქვს? ვინც ამაში მზადაროი ხო გაუსკდა გული და მოკვდა კაც. გესმით, რატომ გეუბნებით სიტყვას დაქმედებას როგორი დიდი ძალა აქვს? როგორ ხდები ჩემო ძვირფასო ასულო? ჩვეულებრივად. ჩემთან დღეში მოდის უამრავი ადამიანი, ზოგს ექს ტკივა, ზოგს ის ტკივა, გაჭირებულია, კარგად დახენილია, არავინ მოდის მოდი. მაგრამ ერთი დასკვნა ქვეყნის მიმართ ერთ დაავადებასთან მინდა გავატარო. ეს არის ფარისებური ჯირკვალი. ნივთიერებათა ცვლის მომწესრიგებელი პატარა ორგანო. ძალიან გახშირდა დედამიწაზე. აუტოიმუნური თირეოიდიტი. აუტოიმუნური საკუთარი პრობლემებით გაჯერებული მოუწესრიგებელი და ტვინიდან წამოსული ინფორმაცია, რომელიც ფარისებულმა ჯირკვალმა უნდა გაატაროს პერიფერიაზე. იქ მოხდარი პროცესები, მე უნდა იგივე გზით გამოვიდეს ფარისებული ჯირკვი და ტვინს მიეწოდოს, ეს გზა დარღვეულია ძვირფასი. გაფუჭებული ტელეფონი რა არიცით? მე შენ რომ მეთქვი ერთს, მე მეორეს გადაცემ, მესამეს და ვერავინ საერთო ენა ერთად. საინტერესოა ექიმის თვალით დანახული ის ყველაფერი. მე მყავს უფროსი შვილიშვილი ნიკოლოზი. მე 10 კლასში გადავიდა. ხშირად საუბრობ, ბევრ რამეს ვარჩევ, წერთ თემებს, ზოგჯერ ამათობ, ზოგჯერ იმისი ჯობნის, ზოგჯერ მიჯერებს. ზოგიერთ მეხუთე დღეს დამირეკავს და მეტყვის ბაბუ შენ მართალი იყავი მეც ხშირად მითხრობ ნიკოლოზ შენ მართალი იყავი ბაბუ ერთხელ მით შენ რო ძალიან გიყვარსო
გველსახვლელით ამოიყვანს ენათკბილად. სად არისო ეს ენათკბილად მოუბარი? ო ისე გაიხარეთ ბატონო. სად არისო? მითხარითო. ძმაკაცები რო ლაპარაკობენ საქმის გარჩევას გავს. გონია რომ ძმაკაცები საქმეს ურჩევენ ერთმანეთს. ადამიანები ლაპარაკობენ და ანგაჟირებულნი არიან და აი ავტოიმუნური დატვირთვა აქვს და ერთმანეთზე ოპერახავ. აი პირიქით ზაღლი რო გიღებს იმ ადგილზე სადაც გაივლი ის თავის ტერიტორიას იცავს. იმიტომ კი არ გიხებს რომ შენ არ მოწოხა. ის ტერიტორიას იცავს. გადავემსგავსეთ ჩვენი მიკროტერიტორიის დამცველ მყეფარეთ ზაღლს. ადამიანი რამდენიც არის იმდენი შეგონება შეიძლება იყოს მისგან მოსასმენი და იმდენი შეგონება დაშლა დაგჭირდეს შენ რომ იმ ადამიანთან კომუნიკაცია მოძებნა. ეს ძალიან რთული პროცესია. მით უმეტეს იმ ქვეყანაში, სადაც დიდი კატაკლიზმები მოხდა. ჩვენ არ დაგვავიწყდეს ერთი რამ. ძალიან დიდი ძიმი ანამნეზი აქვს ჩვენ ქვეყანას. ძალიან დიდი ძიმი ანამნეზი. მე ამ 200 და 250 წელს არ გულისხმობ. ძალიან დიდი ანამნეზი აქვს. აი იმ დიდი ანამნეზის ვალდებულებები, ჩემ აი რო იყურებთ ანგელოზები, თქვენ ხართ მისი გამტარებელნი, იმიტომ რომ მშობლები ეს თქვენ გადმოგეცათ, მაგრამ დადგა დრო რომ მოწესრიგების გზა დაიწყოს. ერთბაშად დაატყდა ამ თაობას, ამ პრობლემების მოწესრიგება. ერთბაშად დაატყდა. ძნელია ეს ადამიანებო. ძალიან ძნელი მოწესრიგებელია. მაშინ როდესაც ეხლა მე რო დიდაქტიკოსობა დავიწყო და თქვა რომ მე ვიცი და თქვენ არ იცით. ხო, საშინელი მოსასმენი ვიქნები. მე ვამბობ, იმდენი რამეა, რაც ჩვენ არ ვიცით. და რა ბედნიერება იმდენი ხალხი ყავს გარშემო ვინც იციან და ამათი მოსმენა შეიძლება. მადლობა ბატონო ლადო, შემდეგ კიდევ დაგისვავთ კითხვას რეკლამას სანამ გამოვაცხადებ რჩება 5 წუთი ნათია მეგრელიშვილთან გადავალ მე შეკითხვით და რეკლამის შემდეგ თიკათი დაუბრუნდები და ანრითი. ნათია თქვენ როგორ უყურებთ ამ ყველაფერს და თქვენი თვალა ეხა მოვისმინეთ ექიმის ანამნეზი და ძალიან საინტერესოა. ეხა ჩემს თავზე გაუბრაზდი რომ არასოდეს პოლიტიკური პროცესების გასაანალიზებლად არ მომიწვევია არც ერთ გადაცემაში პროფესიონალი ექიმი და უცებ მივხვდი რა საინტერესო რაღაცები მოვისმინე. ზუსტად ვიცი რასაც გულისხმობ. ფსიქიატრები ძალიან გჭირდება ხო? თქვენ რით იხსნით ამ დაუსრულებელ აგრესიას? სულ ბოლო ამბავი არის კვიციანისგან დაანონსებული ვანო ჯავახიშვილის ჯვარის წერია სიკვდილი თუ დაგეგმილი მკვლელობა 2 დღის წინანდელი არის ასეთი ბულინგი ახალგაზრდა გოგონებს. ვანო მე აქ გავიგე ვანო ჯავახიშვილის ამბავი და ისე პრინციპში ხა ვანო უნდა უხაროდეს მარკესის გმირი გახდა დღეს რა დაანონსებულია მისი მკვლელობა. ასე რომ ვულოცავ ვანოს ეს არც თუ ისე ადვილია მარკესის ფორმატში მოხვედრა. ეხლა რაც შეეხება მარსს, მე საერთოდ მარსში მიყვარს შტრაუსის და არაფერი სხვა, დემარშიც მიყვარს. ეხლა რაც შეეხება იმ მარსს, რაც გაიმართა, მე თუ მაქვს პრეტენზია იმაზე, რომ მინდა ვიცხოვრო დემოკრატიულ ქვეყანაში, ცხადია, რომ მე მესმის და ვაცნობიერებ, რომ არსებობს ადამიანთა რაღაც გარკვეული ჯგუფები, ეხლა მე სიმპათიურება, ისინი თუ არ მესიმპათიურება, მათ აქვთ უფლება გამოთქვან საკუთარი აზრი. მაგრამ მარსზე ხუთშორის აბსოლუტურად არ მინერვიულია იმ დღეს ძალიან მშვიდად მოვისმინე როგორ გვეძახეს უღირსი და უთავმოყვარეობები ვინც იქ არ ვიყავით. საერთოდ ვის უბედავთ? აქედან დავიწყოთ. ჩვენ ძალიან ბევრნი ვართ ვინც იქ არ ვიყავით და ნუ გვაყენებთ შეურაცხყოფას რომ ჩვენ ვართ უღირსები და უთავმოყვარეობები. ბატონი ლადო კახაძე მაგალითად ქართველი კაცია რომელიც არასდროს იკადრებს და ამას არ ეტყვის ადამიანებს. სამედიცინო თვალსაზრისით შეიძლება უფრო მძიმედ ახსნას ეს სიტუაცია, მაგრამ ყოველ შემთხვევაში უღირს არ მიწოდებს იმის გამო, რომ მე არ მივედი ვიღაცის მარსზე. მე სიმართლე გითხრათ, კულტურული შოკი მივიღე მეორე დღეს, როდესაც სრულიად შემთხვევით არა ვარ აქტიური მომხმარებელი Facebook-ის, ვცდილობ რომ არ ვიყო და წავიკითხე ეს თავდასხმა, ესეთი ჯგუფური თავდასხმა ქართველი მამაკაცების რომლებიც აცხადებენ პრეტენზიას რომ ქართველი ხალის ღირსებას იცავენ ქართველი გოგონას გაუპატიურების თემატიკით. რა მნიშვნელობა აქვს ახლა იქ ვინ რა თქვა აქ ხო სახელებზე და გვარებზე და პერსონალებებზე არ არის ლაპარაკი. მე უბრალოდ იცით რა მაინტერესებს. მე მაინტერესებს
არც ერთი წუთით არ დაფიქრდნენ იმაზე, რომ ამ ადამიანს, ამ ახალგაზრდა გოგონას ყავს მშობლები. იქ დედამისიც მიაუპატიურებს სხვათაშორის იმ ტექსტში თუ წაკითხული გაქვს. მას მეუღლეც ყავს პლუს. მას ყავს მეუღლე, მას ყავს მამა, იქნებ ძმები ყავს, იქნებ ბიძები ყავს, ბიძაშვილები ყავს. ანუ მე ახლა გულისხმობ მამაკაცებს. როგორ ფიქრობთ? იმათ არა, მე ციტრის თქმა მინდა. არა, მე სხვა რაღაცის თქმა მინდა. ეს საქართველოში სხვათაშორის ასეთ რამეს ითვალისწინებენ ხოლმე, იმიტომ რომ ცოტა მშიშრები არიან ამ თვალსაზრისით და ითვალისწინებენ თუ ძმა ყავს და თუ მაგარი მამიკო ყავს, იმას ბერს ვერ უბედავენ, მაგრამ ადამიანურადაც ხო უნდა გაითვალისწინო, რომ იქ შეიძლება მამას გული გაუსკდეს ელემენტალურად, წაიკითხოს ეს ყველაფერი, გული გაუსკდეს და ინფარქტით მოკვდეს. ან საერთოდ გაჩაღდეს ომი. და სხვა შორის ამ მარშზე მე უკვე მე და გადავახვიე, იცით და მარშს მოусმინე, რომელზეც არ მქონდა რეაქცია და ჩავთვალე რომ არა უშავს, მე რა იყოს მარშში. მე უცებ მივხვდი რომ იქ წავიდა მოწოდებები თითქმის ინსპირირებულია სამოქალაქო ომი. თითქმის, მაგრამ მე მინდა ვთქვა, რომ გონი ჩვენ ამას გადავრჩით, იმიტომ რომ თათია მართალია ძალიან ძნელია შენთვის იმის გადატანა, რისი გადატანაც მოგიხდა გუშინ, შენთვის შენი ოჯახის წევრებზე, მაგრამ მე მგონი შენ გადაგვარჩინე სამოქალაქო ომიდან, იმიტომ რომ მარშის წარმომადგენლებმა ჩაიდინეს ძალიან დიდი შეცდომა. ეთყობა ძალიან გაუხარდათ, რომ მარში კარგად ჩატარდა ეიფორიაში იყვნენ და მეორე დღეს ის ტოტი, რომელზეც იქცნენ, თვითონ ხელით მოჭრეს, იმიტომ რომ მათ შეირცხვინეს თავი და მე არ ამგონია რომ ხვალ მათ შეძლონ ასე რიხით როგორც მანამდე იყო და მათი ტონი ასეთი რიხით გააგრძელონ ეს რიტორიკა და რომ მე მგონია რომ მარშის ვადებიც გადაიწევს, იმიტომ რომ არ ამგონია რომ რომელიმე ღირსეული მამაკაცი ღირსეული ქალი, დედა, მამა ასე თავისუფლად წავიდეს უკვე ამ მარშებზე და ეროვნული მოძრაობა რომ დაანონსეს, ჩემთვის ეროვნული მოძრაობა მერაბკოსტავაა და 10 წელი რუსეთის საკონცენტრაციო ბანაკების ხეხვა. ჩემთვის ეს არის ეროვნული მოძრაობა და აი მე მგონია რომ თათიეთი დაიწყო ეროვნული მოძრაობა. მადლობა ნათიას. გოდის მოგიხდით რეკლამას გამოვაცხადებ, თიკა რუხაძის და ანრი ბიბინეიშვილის დაუბრუნდები. ასევე ძალიან საინტერესოა თაობების მოსაზრება, ხო? ერთი არის როცა ახალგაზრდა, აი არაჩვეულებრივი, ძალიან წარმატებული მწერლები გვისხედან, ძალიან მაგარი გოგოები, ახალგაზრდა თაობის, მეორე არის ცოტა უფრო დიდი თაობა და კიდევ უფრო დიდი თაობა, რომელსაც დღევანდელ გადაცემაში წარმოადგენს ჯანსუღ ჩარკვიანი. მეც არ ვიცი მისი პოზიცია როგორია ამ ყველაფერთან დაკავშირებით. რეკლამის შემდეგ პოეტი ჯანსუღ ჩარკვიანი შემოგვიერთება და ჩვენ ძალიან საინტერესო ადამიანებთან ერთად ვიმსჯელებთ კიდევ საათისა და 15 წუთის განმავლობაში. დაგველოდეთ რეკლამა მალე გაიგეს. პირდაპირ ეთერში დაბრუნდა რეაქცია და ძალიან საინტერესო სტუმრები ყავს. თეონა დორენჯაშვილი მწერალი, ეკატო გოინძე მწერალი, ნინო ორდეინძე სამოქალაქო აქტივისტი, მიშა მშვილდაძე პროდიუსერი, ანრი ბიბინეიშვილი მსახიობი, პუბლიცისტი ნათია მეგრელიშვილი, თეატრმცოდნე დოდო ხურცილავა, მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის დირექტორი თიკა რუხაძე, ლადო კახაძე, ექიმი, რომელმაც ძალიან საინტერესო დიაგნოზი თუ ანამნეზი დადო, სულ ცოტა ხანში შემოგვიერთდება ასევე პოეტი ჯანსუღ ჩარკვიანი და ვიდრე მე მას დაუსვავ კითხვას, მინდა თიკას და ანრის აზრი მოვისმინოთ ყველამ ერთად. ბატონ ჯანსუღი ხაზია უკვე მაშინ მოდი დაუსვა ბატონ ჯანსუღს კითხვას და შემდეგ ისევ მაგიდას დაუბრუნდები. დიდი მადლობა ბატონ ჯანსუღ, თუ გესმით ჩვენი. დიახ ბატონო. როგორ ბრძანდებით? ტრისჯინაზე. ბატონ ჯანსუღ, ჩვენ აქ ვცდილობთ რომ გავაანალიზოთ ის ყველაფერი, რაც ამ დღეებში ჩვენს ქვეყანაში ხდება. ქართული მარშიდან დაწყებული, შემდეგ უკვე გაგრძელებული შეურაცხყოფებით ადამიანების მიმართ, მაგალითად კონკრეტულად ახალგაზრდა ძალიან წარმატებული ქალის მიმართ გაეროში ჩვენი ყოფილი ახალგაზრდა ელჩის, რომელმაც რუსული პროპაგანდა დაინახა ქართველთა მარშში. შემდეგ შეურაცხყოფები უკვე ქართველთა მარშის ორგანიზატორის
ასევე წარმატებული სალომე კორკოტაშვილის მიმართ და ასე შემდეგ. თქვენ როგორ აფასებთ იმ ყველაფერს, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება? ალბათ უყურებთ ტელევიზორიდან, იგებთ რაც ხდება, თუ თავად არ მონაწილეობთ, ცხადია. მე ცოტა შორიდან დავიწყებ. მივესალმები ყველას, ვინც შენ მოყვანილია მანდა. კარგია, რომ ისინი მტრებს ებრძვიან და მე კიდე გავიმეორებ, ინგალიაციას უკეთებენ. ეს ინგადან გამომდინარე. კარგია. ჩემო ინგა. იუმორი. დიახ. ერთი რამ არის ისეთ საჭირო რომ ვთქვათ, ჩვენ მტერი მოგვადგა გორთან. არ ვიცი, შეიძლება სტალინის ნახვა უნდათ, მაგრამ სტალინი არ არის გორში. რაღაცნაირად ხმა უნდა ამოვიღოთ. იმიტომ რომ სულ მგონია, რომ ჩვენ მივეჩვიეთ ამ უბედურებას. ღმერთმა დაგვიფაროს. თავარი ერთი რამ. როცა ჩვენ ვამბობთ, საქართველო ორად გაყოფილიაო, არა ჩემო ბატონო, საქართველო 20-ათაა გაყოფილი. და მთავარია, რომ ჩვენ შევრიგდეთ, ჩვენ მიუტევოთ ყველაფერი ერთმანეთს და გავხდეთ ერთნი. სანამ ერთნი არ გავხდებით, ქვეყანას არაფერი ეშველება. და ბატონო ჯანსუღ, რატომ არის მუდმივად ასე რადიკალური ორი მხარე ჩვენს ქვეყანაში? რატომ იღებს თანდათან უფრო და უფრო მწვავე ხასიათს ეს დაპირისპირება, რომელიც ყველა ხელისუფლების დროს ძალიან თვალში საცემია, დიახ? მე გეტყვით, რომ შენ უნდა იყო ის კაცი, რომელმაც სიყვარულის ფასი იცის. აი მაგალითად, არიან ნაციონალები და არიან ეს რა ქვია, ოცნება, ქართული ოცნება. დიახ. ერთმანეთი ეზიზღებათ. ახლა წარმოიდგინეთ თქვენ, მე გპასუხობთ ზუსტად, რაც თქვენ მითხარით. წარმოიდგინეთ თქვენ, რომ მე რო სიყვარული არ მქონდეს, შეიძლება გიგი წერეთელი მძურდეს, ჩემი ძმაკაცის შვილი და ჩვენი მეგობარი. ერთმანეთი უნდა გვიყვარდეს, პატივს უნდა ვცემდეთ ერთმანეთს, მაშინ გადარჩება ჩვენი საქართველო. სხვანაირად ჩვენ არაფერი არ გვეღირსება. ნახეთ ტელევიზორში ქართული მარში, ეს მინდა რომ მკითხო. დიახ, უკაცრავად დაასრულე, დიახ. ხო, ერთი რაღაც მინდა ვთქვა, შეიძლება არ იყოს საჭირო ამისი თქვა, მაგრამ მაინც უნდა ვთქვა. არიან ნაციონალები. დიახ. მე იქ უამრავ კაცს პატივს ავცემ, მაგრამ აქ ჰიტლერი ახსენეს და ფაშიზმი ახსენეს. ჰიტლერი ამბობს, წაკითხული მაქვს მე, ბედნიერი ვარ, რომ ნაციონალური პარტიის წევრი ვარო. ნუ შენც უნდა იცოდე ბოლოს და ბოლოს, რას არქმევ შენს პარტიას. მაგრამ კიდევ ამბობ, შევრიგდეთ, ერთად ვიყოთ, ერთი სიყვარული გადაგვარჩეს, ჩვენ დანარჩეს საქართველოს არაფერი არ ეშველება. კი ბატონო, და ბატონო ჯანსუღ, ბოლოს მინდა კითხოთ და ისევ სტუდიაში გადმოვალ. თუ ნახეთ აღმაშენებელზე გამართული ქართველთა მარში, მე მაინტერესებს თქვენ როგორ მიიღეთ ეს მარში, რომელიც პარასკევს გაიმართა. ეხლა რაშია საქმე იცით? შეიძლება მე რომელიმე მარშს უბრალოდ არ ვემხრობოდე. მაგრამ მარშია და მე იმას შეეწინააღმდეგო, მე არ ამგონია რომ მართალი იყო. იქ შესანიშნავმა ხალხმა მოიყარა თავი და თავისი სიტყვა თქვა. მე კიდე გეუბნებით რომ ყველგან მომწონს, როცა
საქართველოს გამოდიან. ეს აქედან იქნება თუ იქედან. მაგრამ უნდა ვიცოდეთ, ჩვენ გვებრძოდნენ მუსულმანები. ახლა გვებრძვიან რუსულმანები. აი ეს უნდა ვიცოდეთ. მადლობა. დიდი მადლობა ბატონო ჯანსუხ და მადლობა რომ იყავით ჩვენთან. მე დავემშვიდობები ჯანსუხ ჩარკვიანს გადმოვალ ისევ სტუდიაში თიკა რუხაძესთან შემდეგი შეკითხვა. თქვენი შეფასება მოვლენების დაწყებად მიშამ ძალიან საინტერესო აქცენტები გააკეთა მან თქვა რომ საფრთხის წინაშე ვდგევართო. თქვენ თუ ხედავთ რომ ეს დაპირისპირება რომელიც სახეზე გვაქვს და ჩვენ მართლა არ ვიცით რა შეიძლება როგორ განვითარდეს კიდევ ერთხელ ვიტყვი სამი აქცია მაგალითად აღმაშენებელზე კონტრაქცია შეიძლება ითქვას დაანონსებული და ჩვენ არ ვიცით იქ რა როგორ შეიძლება განვითარდეს თქვენ ხედავთ ამ საფრთხეებს ინგა მივესალმები თქვენ სტუმრებს ჩემ წინამორბედ გამომსვლელს რომელსაც უდიდეს პატივს ვცემ და ასე შემდეგ ყველას ვინც აქ აზრს გამოთქვავს საფრთხეებს ვხედავთ მე ბოლოს თქვენთან სტუდიაში ვიყავი ბათუმის ამბებზე და საფრთხეს მაშინაც იყო ზუსტად მართალ ბრძანებთ და მაშინაც ვხედავდი საფრთხეებს საკუთარ ქვეყანას საკუთარ თავს საკუთარ მეგობრებს დებს ძმებს ბიძაშვილებს ბატონი ჯანსუღი მოძღვრავდა ეხლა და მას აქვს ამის უფლება რომ ჩვენ გვითხრას უფროსი ადამიანია ჩვენ ესე გავიზარდეთ რომ უფროსის პატივისცემით უნდა უყოფილიყავით წიგნი უნდა გვეკითხა დღეს ვამბობდი დასვენების დროც კი გქონდა გაწერილი აქ ხედან სტუდიაში ჩვენი სასახლელები ლუკა არ მომატყუებინებს ნახევარი გადაცემათ აქედან უღიმი და ისინი არიან ჩვენი მოსწავლეები ჩვენ სანამ არ მივეჩვევით რომ განათლება ინტელექტი შრომა ჩვენ ქვეყანაში იქნება პრიორიტეტული მანამდე გვექნება ძალიან ბევრი დრო და Facebook-ი იქნება არა საქმიანი სოციალური ქსელი რომელშიდაც ბატონმიშა ალბათ უნდა გავავრცელოთ პირველ რიგში ინფორმაცია გავცვალოთ და Instagram-ზე ავტვირთოთ ფოტოები ბატონლადო თქვენ სწორად ბრძანებთ დღეში 2-3 წუთით შედიხარ იმისთვის რომ ახალი ამბავი ვერავის ვერ დაუწესებთ იქ ვინ როგორ უნდა მოიქცეს მე იმაზე ნერვიულობ რომ ამ ამბებიდან გამომდინარე წეღა რეკლამის დროსაც საუბრობდი ერთ მშვენიერ დღეს არ გითხრან რომ უნდა დაწესდეს ამ ქვეყანაში რაღაცა ზღვარი რომლის იქითაც ვერ გადახვალ და მე შეიძლება ეს თუნდაც მოპრუდეს ეს ყველაფერი საერთოდ დაგეგმილი ხომ არ იყო თქვა ასეთი კითხვა ესე იგი ჩვენ ამ დაგეგმილში ისე ადვილად მართებით რომ ყველაფერს გვიდგავენ? რა ვითი ახსნით? ბათუმი დაგვიდგეს, მარში დაგვიდგეს, ყველაფერს გვიდგავენ? ჩვენ ვართ ამის მონაწილეები. ჩვენ ხო ჩვენით ვესწროდით ბატონო ანდრია, ხო არ მაშინაც იგივეს ვამბობდით, ჩვენ ქვეყანას აგურებს ვესვრით, ვინც არ უნდა გამომიყენოს, ქალბატონ დოდო. როგორც არ უნდა ეხლა რაც არ უნდა გამიკეთონ ჩემ ქვეყანას. მე ჩვენ ან გვაღელვებს აღმაშენებელზე რა ხდება, რომ აბრა არ წერია ქართულად, ან არ გვაღელვებს. ჩვენ ამის შესახებ სამოქალაქო საზოგადოება ვსაუბრობთ ბევრი წელია, რომ აღმაშენებელზე რომ გავივლით, ვართ შეშფოთებული. იქ მაცხოვრებელი ჩვენი მეგობრები, გიორგი კალანდია, რომელსაც იქ არის მუზეუმი არაჩვეულებრივი. ბევრი წელია ჩვენ ამ თემებზე ვსაუბრობთ და ეხლა გახდა მაინდა-მაინც პოლიტიკურად უნდა ანგაჟირებული გახდეს ეს თემები. თქვენ როგორ მიიღეთ ეს ყველაფერი? ძალიან ცუდად ვიღებ ზოგადად ესეთ რაღაცებს, იმიტომ რომ არსებობს მიყვარხართ ადამიანებო და მიყვარხართ იმიტომ რომ ძალიან ცოტა გვაქვს დრო იმისთვის რომ რაღაცეების სწრაფად უნდა ვაკეთოთ. სოფლიო წინ მიდის სხვა ნაბიჯებით, აი ბატონი ლადო ამბობდა ჩემზე ბევრად ჭკვიანი განათლებული ადამიანები ბრძანდებით რომ ამბობთ რომ წინ მიდის სოფლიო და ვეღარ ვეწევით განვითარებაში და განათლებაში და განათლების ტექნოლოგიაში ეს რომ ვეღარ ვეწევით სოფლიოს და ჩავიკეტეთ მოდით აი პირდაპირ დაგისვავთ კითხვას და ალისთან გადავა უმუშევრობა სოციალური პრობლემები იგივე განათლების პრობლემა ეს ყველაფერი ერთობლიობაში ამ აგრესიას იწვევს ხო ეძებთ ხოლმე პერიოდულად თანამშრომლებს თქვენთვის ხო რა თქმა უნდა ჩვენც ვეძებთ ხოლმე პერიოდულად ვაკანსიებზე ეხლა არ მითხრას არც ერთმა ადამიანმა რომ ამ ქვეყანაში პოულობთ მაღალი კვალიფიკაციის ან თუნდაც იმ კვალიფიკაციის რაც გჭირდებათ ადვილად ესეთ თანამშრომლებს წლები გადის და ერთი და იგივე ადამიანები ტრიალებენ და იმიტომ ტრიალებენ მაპატიეთ რომ მათი კვალიფიკაცია არის საჭირო
და ძალიან დიდ ბოდიშს ვიხდი. არ ჯობს რომ განათლებას მეტი დრო დაუთმოთ. ნაკლებად ერთი ადამიანი არის მულტიფუნქციური. ქალბატონი ნათია რაღაცას მეუბნებოდით, რომ რომელიღაცა წლებში პროგრამას ვწერდი კომპიუტერს თურმე, აი რეკლამის დროს მახსენებდა, არც მახსოვს რაზეა საუბარი. იმიტომ კი არა, რომ გენიალური ვარ, უბრალოდ მარტივად კარგად ვიცი ჩემი საქმე ინგა და არ ჯობს რომ ჩვენი საქმე, იმიტომ რომ ჩვენ ძალიან მარტივია რომ მე ახლა არაფერი არ ვაკეთო, მოვიდეთ თქვენთან თეატრში, გაგაკრიტიკოთ, ქალბატონო ინგა ჩავრთო ტელევიზორი, როგორც გაკრიტიკებენ Facebook-ში და სოციალურ ქსელში რომ ძალიან ადვილია, როდესაც არაფერს კაზე აქ ლაპარაკი, თუ კი ბულინგზე ვსაუბრობ, ნებისმიერი ჟურნალისტი და ვთქვათ პარასკევის გადაცემის მერე ძალიან სერიოზული შეტევები იყო და გრძელდება კიდეც, მაგრამ ძალიან ადვილია შეიძლება თქო ეს ყველაფერი მე იცით რა გულწრფელად გეტყვი ჩემს აზრს და ანრისთან გადავა Facebook-ზე ვინ რას დაწერს ნაკლებად მაღელვებს მე პირადად და თითქმის რეაქციის არა თითქმის რეაქციის გარეშე ვტოვებ მაგრამ როცა Facebook-ზე მე ვკითხულობ რომ ერთი ჯგუფური გაუპატიურება იგეგმება ეს უკვე აღარ არის ესე ადვილად გასატარებელი, ამიტომაც გადავწყვიტეთ ამ დაცემის გაკეთება. სხვა ჩვენს ობიექტურობისთვის უნდა ვთქვა, მე ვალდებული ვარ რომ ეს თქვა, სხვა საქმეა ვინ დაიჯერებს და ვინ არა, ამ მარშის ორგანიზატორებმა გააკეთეს განცხადება რომ ეს იყო გატეხილი Facebook-ები და სხვებმა დაწერეს და არა მათ დაწერეს. ეს აუცილებელია რომ ვთქვა, გამორიცხულია. ირიცხა იმავე საღამოს, იმიტომ რომ სანამ თვითონ გაიგეს გადაამოწმეს ვიდეოები არის და გამოძიება დააგეს ნახევარხედავად ეხავე არის გამორიცხული ეს თემა უბრალოდ მე თვითონ თავიდან რომ დაიწერა სანამ ისე ხო ვერ მიხვდე რომ სკანდალური რაღაც დაწერეს დაილაპარაკეს დაიშალნენ დიდი ხანი იდოეს და მოწდებოდა ჩვეულებრივად გადადიოდი ლინკიდან ლინკზე გადადიოდი იმ ადამიანების ლინკებზე ყველაზე და ზუსტად ისინი იყვნენ fake account-ი ის არის რომ ცოტა რაღაც წერია და ფრენდები არ ყავს ზუსტად ეს ადამიანები იყვნენ თავიანთი აფასებელები არ შეიძლება ანრისთან კარგით ანრისთან გადავალ ახალგაზრდა მსახიობი რომლის შეფასებაც მაინტერესებს კითხვის გარეშე გადმოვალ ალბათ პირველში მოგესალმებით და შემდეგ ისევ თეონას დაუბრუნდით. ყველას და ძალიან მიხარია ერთი ფაქტი დღეს ამ კონკრეტულ საღამოს ის რომ აქ თაობებში სტუმრებს გულისხმობ განსხვავება არის და მათ შორის ყველაზე პატარა ვარ მე და ძალიან მახარებს ის ფაქტი რომ ჩემი აზრი თქვენსაც ეთანხმება და ამისთვის თქვენ პირველ რიგში და ესე იგი სწორად გადმომეცით მე თქვენ. რაც შეეხება ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებს ძალიან მძიმეა და განსაკუთრებით მძიმე არის ვანო ჯავახიშვილზე რა ინფორმაციაც ჩვენ მოვისმინეთ. ბატონმა ლადომ ბაბუაშვილიშვილის ურთიერთობა ახსენა წეღანდე ერთი ფაქტი მინდა ვთქვა. ბაბუა ჩემი სრულიად ჩემთვის მისაბაძი პიროვნება რომელიც გარდაცვლილია ერთ-ერთი ბოლო ფრაზა იყო მისი ასეთი რომ შვილო იცი ღირსება როდის გეკარგება ადამიანს როცა სხვისი მკვდარი შენთვის მძინარე ხდება და თუ კი ხედა ვიღაცას მუცელი წამოსკევდა და შენს მუცელს არეფერებიო ჩვენი დიდი პრობლემა შემოინგა და დღეს მახარებს რომ პოლიტიკოსების გარეშე ვარ შეკრებილნი აქ. არა, ეს უკვე აღარა რატომ მახარეთ ახლა გეტყვი? ჩვენ აღარ გვიყვარს ერთმანეთი ინგა. იცი როგორ მაკლია მე ახალგაზრდა ბიჭს მეგობრული სიყვარული ქალაქში. იცი როგორ მაკლია ადამიანების ერთმანეთის სიყვარული, გაღიმებული ბედნიერი სახეები. განცდა და მე მახარებს იმ სამწუხარო ფაქტზე ატეხილი ამბავი მახარებს რომ თათია დოლიძე დაიცვა ერმა და მე გამახარებს ის ფაქტი მომსამომავლოდ თუ კი ჩვენი თითოეული ადამიანის ამბიცია იქნება ჩვენი უფლების შელახვით მე რომ ამბიცია ჩამომიყალიბდება რევოლუციას მოვახდენ აი მაშინ იქნები ჩვენ ბედნიერიერი არა მე ამბიციას გულისხმობ თუ კი ჩემი უფლება იმდენად დაცული იქნება იმდენად გვეყვარება ჩვენ ერთმანეთი რომ ჩემი უფლების დამრღვევი მე მექნება მის ამბიცია რომ ჩვენ ერთად დავდგებით ყველა ამას ვამბობ აი ეს ამბიცია უნდა მქონდეს მე როგორც მოქალაქე ჩემს ქვეყანაში ჩემს ქალაქში რაც შეეხება ქართულ მარშს იქ ძალიან საფრთხილო იყო ერთი ხაზი შემოინდა ჩვენ რას ვებზვით ქართულ წარწერებს რომ არ არის კაცო ამას ვებძვით წლებია როგორც ქალბატონმა აღნიშნა. ჩვენ რას ვებძვით? არალეგალებს მაშინ ვწდებით, იმიტომ რომ ძალიან ბევრი არალეგალი ყავს ჩვენ სოფლიოს მასშტაბზე ქართველები, რომლებიც საქართველოს უმრავლესობას არჩენენ წლებია, რომლებმა შვილები დაზარდეს აი იმ ფულებით, რომლებმა დედები, მამები, ძმები, დები ისე დაკრძალეს, რომ გვამიც ვერ ნახეს და იმ ფულით დაიკრძალენ ისინი. ამას უნდა გავუფრთხილდეთ, მაგრამ
თუ კი ებრძვით თქვენ იმას რომ ქართული წარწერა არ არის თუ კი ებრძვით პროსტიტუციას დასახლებულ პუნქტში მაშინ ყველა ერთად გამოვალთ მაგრამ იმ გამოსვლის ფორმასაც თავისი ფორმა აქვს დუმარება ყველაზე კარგი რამ არის ყველაზე მეტის მთქმელია მე ასე მგონია ასე რომ მხოლოდ ერთი მოწიწებული თხოვნა მაქვს ყველასთან განურჩეულად ჩვენი განსხვავებული აზრებისა ნუ დავკორტნით თვალებს ერთმანეთს ხალხო შეიძლება მე ვწდები დღეს მაგრამ ხვალ თუ გამანათლებ აუცილებლად მადლობას გადაგიხდი აუცილებლად იმიტომ რომ მე უმადური კაცი არა ვარ მაგრამ თუ კი დღეს შევწდები ამისთვის არ ჩამქოლოთ არა და არა კარგი მადლობა ბრძანე და თეონას ყველაზე მეტად რა ზეცლება გულირო ჩვენ არ კი იმ ხალხს კი არ უნდა ვებრძოლოთ რომლებიც არიან ჩამოსულები აქ მუშაობენ ძალიან ბევრი მათგანი შემოაქვთ ხაზინაში ფული სწავლობენ და სხვათა შორის უნივერსიტეტში შეაქვთ ფული ამას ძალიან დიდი მშრომელი აი უნდა ვებრძოლოთ იმ არალეგალებს რომელსაც ჩვენ კი არ უნდა ვებრძოლოთ უნდა ებრძოდეს პოლიცია ალბათ ხო? რატომ უნდა ვბრძოლოთ არალეგალებს? შეგიძლიათ ჩვენ არ უნდა მე მქონდა დოდო ერთი წუთი უკაცრავად დავაკონკრეტებ. დაახლოებით თვენახევრის წინ გადაცემა ემიგრანტებზე და ძალიან ბევრი ქვეყნიდან ჩავრთე ემიგრანტი და ნახევარმა მითხა რომ ისინი იყვნენ არალეგალები და მათ მითხეს რომ ისე დავკრძალე დედა, ისე დავკრძალე ოჯახის წევრი, ვერ ჩამოვედი, რადგან მე არ მქონდა საბუთი. მას ჩვენ რატომ უნდა ვებრძოლოთ მაგას ვაბ მაგას კი არ უნდა ვებრძოლოთ, უნდა ვებრძოლოთ თუ ისინი რამე დანაშაულს ჩადიან. არა და რატო უნდა ვებრძოლო? უბრალოდ აი იმით რაც მე საღამოს მოხდა, აი როდესაც მათ ქალს მიაყენეს ასეთი შეურაცხყოფა. მათ ხო თავის თავს მიაყენეს პირველ რიგში შეურაცხყოფა. მათ აჩვინეს სახე და რაც თუ არის გააკეთეს დისკრედიტაცია იმ იდეის, რომ შენ გიყვარს სამშობლო. ეს არის ყველაზე ცუდი. მე იქ ვიცი, ბოდიში ხდი რა. ყოველდღე დავდივარ იქ და ხდება ირანელი ცოლქმარი. ულამაზესი ვაჟკაცია ეს აი აღმოსავლური ტიპის მწვანე თვალებით თვალს ვერ წვიტავ ოდნავ უკან ორი ნაბიჯი თუ უკან მოყვება მეუღლე თავდახურული ძალიან ულამაზად კაცი მუსლიმი კაცი ახლა ქალს მანდამაც და მე ის ქალი ესე ნაზად წესალებ მეორე დღეს რომ მე რამე დამხვედრო და არა ისე რომ მე ძალიან შევწევოდა იმ ქალთან მისალმება და მე მიხარია რომ ის ქალი და კაცი შვიდად და წყნარად მეორე დღეს ისევე სეირნობდნენ ქუჩაში ძალიან კარგი კი ბატონო ბრძანე და თეონასთან და ეკასთან და გადავიდეთ რაც შეეხება კიდე იმ დღეს მეორე აქცია გაიმართა ხო მცოცავ ოკუპაციასთან დაკავშირებით აი მე ვფიქრობ რომ ყველანი იქ უნდა მდგარიყავით ჩვენ ყველანი ერთად განურჩევლად სქესისა ასაკისა ყველა თაობა ხალხი იმიტომ რომ ეს არის იმდენად დიდი საფრთხის შემცველი ხვალზე ჩვენ ისაც დაკარგულ ტერიტორიებს მიუმატებთ ნახევარ საქართველოს მოგვლიჯავენ ჩვენი გულები აი ეს უნდა დამესვა ეხლა თეონასთან და ჩვენ ჩემო კარგო ადამიანო მეგობარო მერც გეტყვით კონტრაქციები კი არა მე ვფიქრობ ჩვენ საერთოდ უნდა შევიკრიბოთ და ერთი მდუმარი აქცია უნდა მიუძღვნათ იმას რომ შევიყვაროთ თავიდან ერთმანეთს ნინოს მიმართ არ ვიცი უპასუხე მაშინ და მე გადავალ თეონასთან ანდრის ვეთანხმები ძალიან ბევრ რამეში და რა თქმა უნდა წეგან ახსენა რომ მე ძალიან მიხარია რომ ესეთი საზოგადოების ესეთი პროტესტი მოხდა ამ ყველაფერსო და ჩემეც რომ ასეთი პრობლემის წინაშე დავდგე მეც დამიცავენო ჩვენ შენ აუცილებლად დაგიცავთ ანდრი ეს რა თქმა უნდა ამაში ორი აზრი არ არის მაგრამ აქ კიდევ ერთი პრობლემაა ჩვენ ყავს მთავრობა შენ რომ მე ვერ დამიცვა პოლიტიკის გარშე ჩვენ არა შენ რომ მე ვერ დამიცვა არ არის პოლიტიკა შენ რომ მე ვერ დამიცვა მე მთავრობა არა რა პოლიტიკა არაფერ შუაში არ არის აქ არაფერ შუაში არ არის არაფერ შუაში არ არის არანაირი რეაგირება არ არის დაუსჯელობა იცი რა ჩემო კარგო ზუსტად ის მოხდა რომ აი იმ რაღაც მარაზმულ პოსტებს არანაირი რეაგირება რო არ მოყვა შემდეგ მოყვა ემზარკვიციანის პოსტი ეხა ამას კიდე მოყვება ალბათ იმისი ადამაშანიასი და ვიყოთ მაშინ ესე და ვილაპარაკოთ შერიგებაზე. იცი რა ჩვენ ნეიტრალურ ბოლოში ჩვენ ეხა ჩვენ რა გვინდა რომ ცენზურაში ვიცხოვროთ მაპატიენინ იცით რომ ბევრი წელი ყველას ერთმანეთს ვიცნობთ და ძალიან დიდ პატივს გცემთ. ჩვენ გვინდა ცენზურა, ჩვენი სოციალური პასუხი, მე ესე მგონია ნინო, გულით ესე მგონია, რომ საზოგადოებად უნდა შევდგეთ. ჩვენ უნდა მივხვდეთ ბატონ ლადოს არ იყოს, ქალბატონ საზოგადოებას ხომ ძაფრი რეაქცია. წეგან ნაცია ამბობდა რომ ეს ყველაფერი რეალურად პროტესტი გამოიწვიაო თათიადოლიძემო, ეროვნული მოძრაობის. და ეს ძალიან კარგია. ჩვენ გვაქვს პროტესტი, მაგრამ
შენ რას ია დოლიძის პრობლემა აქვს, რომლებსაც არა აქვთ იმის საშუალება, რომ ჩვენ ხმა მოგვაწვრინონ და მე ვთვლი, რომ ამ ყველაფერზე არ მინდა ხა აგრესიული ვიყო, მაგრამ მე ესე ვთვლი, რომ ამ ყველაფერზე, როდესაც არანაირი რეაგირება არ არის, ეს არის ჩვეულებრივი ძალადობის სახალისება. არ შეიძლება მაგალითად, ვის უნდა კონდეს თიკა ეხა ამაზე მეტი რა უნდა დაეწერათ. მოდი, საქმე როცა აღიძრა, ისე აღძრეს საქმე, რომ იმის მერე პოსტებს წერენ ისევ. არაფერი რეაგირება არ არის. მინიმუმ ჩვენ საზოგადოებას თუ კონდეს და გვაქვს, ეს არის ყველაზე მაგარი. ერთი წუთი, აი ეკამ დასვა ეხლა კითხვა ტოგოინძემ რომ აღიძრაო საქმე და განაგრძეთ მაშინ კითხვის გარეშე გამოხდეს. ესე იგი ვერ დაგეთანხმებით იმაში, რომ ჩვენ ერთმანეთი უნდა დავიცვათ. მოусმინოთ თუ ახლა შეიძლება რასაც ვიტყვი არ იყოს იმდენად ემოციური და როგორ გითხრათ ქარიზმატული, როგორც თქვენ საუბრობთ, მაგრამ მე მჯერა, რომ მე უნდა დამიცვას ჩემმა სახელმწიფომ. არ მაინტერესებს მამა მყავს, ძმა მყავს, მეუღლე მყავს თუ ვის იმედად ვარ. ანუ მე უნდა დამიცვას ჩემმა სახელმწიფომ და აქ კიდევ ერთი კანონმა სახელმწიფო ნიშნავს კანონის უზენაესობას. იყო ფრაზა არა მე ვერ მეგობარო ვერ დაგეცანე თქვენ არ გაგიცავთ ჩემგან თუ არ იგრძელი არასდროს სახელმწიფოსგან არ ელოდოთ თქვენ დაცვას და დამიჯერეთ ვის აკრძალვაზე არის საუბარი რის კანონი აკრძალვა სხვა რა არის პოსტების დადებაზეა პოსტის დადების აკრძალვა სხვა რამე ეკას მოусმინოთ თუ შეიძლება გთხოვ ეგეთი რამე არ დაძებნა მიმდინარეობს გამოძიება ფეისბუქში ის ადამიანი რა უკრავდა ხო მართლა ხო არ მიუშვი მე პირადად არც იმას ვიტყვი იმიტომ აღიძრა რომ დანაშაულის ნიშნებს შეიცავს ეს ამბავი არის ეს კანონი ახლა მთავრობამ ეს კანონი ამუშავოს აი ეკა მაგაზე საუბრობ ზუსტად დავასრულებინოთ ეკას მე ისევ გადმოვალ მე მაგიდასთან თეონასთან რომ თუ არ დამიცავს სახელმწიფო მე დავიცავ ჩემ თავს მე არ მინდა ასეთ ქვეყანაში ცხოვრება უნდა დამიცვას კანონმა და ჩემმა სახელმწიფომ თუ ეს იყო მუქარის შემცველი თუ დადგინდა რომ არავინ არ გაუტეხა ამ ადამიანებს Facebook-იდან ნამდვილად მათ დაწერეს ეს და შემდეგ თუ ამას მიენიჭა დანაშაულის კვალიფიკაცია დაისაჯონ დანაშაულის აი ამ თქვით რომ ვისაც ჯერა მოდით აი ესეც მოვიშოროთ მესმის რომ ყველას რაღაცა მიდრეკილები ვართ იქით რომ მათ დაწერეს აი ესეთი წარმოდგენა არსებობს ამ ადამიანებზე და ეს მათი ბიოგრაფიიდან მოდის მაგრამ მოდით არ ვთქვათ რომ მათ დაწერეს. ვენდოთ გამოძიება. ვენდოთ, კარგი, დაველოდოთ, როგორ გაგრძელდება გამოძიება. ეხლა ერთი კითხვა მინდა დავსვა და თეონა შემდეგ ისევ მაგიდასთან უნდა გადმოვიდე. თეონა, რითი ხსნით თქვენ, არ ვიცი, გიფიქრიათ თუ არა ამაზე, რომ ნებისმიერი განსხვავებული აზრი, ამა თუ იმ ჯგუფისთვის, ამა თუ იმ მხარისთვის არის მიუღებელი. მაგალითად, მე წინა გადაცემაში ვთქვი, რომ მე რომ პირდაპირ ეთერი არ მქონოდა თქო, დღეს მე წავიდოდი და ვიდგებოდი აქციაზე ოკუპაციის ხაზთან, სადაც ადრეც მდგარ ვარ. ამას მოყვა იმ ჯგუფის მხრიდან უკვე აქეთ ჩემზე თავდასხმები. საპირისპიროც ხდება ხოლმე. საკმარისია ვიღაცას რაღაც არ მოეწონოს, აქ მე ჩემ თავზე ვლაპარაკობ, თორე ეს ხდება მთლიანად. რითი ხსნით თქვენ პირადად აი ამ განსხვავებული აზრის მიუღებლობას, რომ მე ვარ აუცილებლად ნაციონალი, ასე ფიქრობენ ოცნების მხარდამჭერები, თუ რაიმე არ მოეწონება ჩემი აზრი, ან პირიქით მეორე ხდება ერთი ორი კითხვა რაღაც არ ვიცი, რაღაც არ მოეწონათ, მაგალითად, რომელიმე ხელისუფლების წარმომადგენლის მიმართ და მიეყიდე ოცნებას, ანუ იარლიყების ქვეყანაში ვცხოვრობთ. აი, რითი აიხსნება ეს ყველაფერი? საერთოდ ძალიან გვიჭირს. საერთოდ ეს არის რომ საერთოდ ძალიან გვიჭირს განსხვავებულის მიღება, განსხვავებული აზრის მიღება, ამასთან შეგუება და რაღაცნაირად ცოტა უფრო ესეთი პასუხიც გაცემაც თუ რომ არ ეთანხმები კულტურული პასუხის გაცემა, არ გამოხატო აგრესია, არ იყო თუმცა გამოხატვის თავისუფლებაზე თუ კი გადადის და ეგ რაღაც ცენზორს დაგვიწესებენ, ახლა ეს უკვე სხვა თემაა. ეს უკვე სხვა თემაა აბსოლუტურად, მაგრამ როდესაც მართლაც უკვე რაღაც კანონი ირღვევა და ჩვენ ამის ძალიან ხშირად ყოფილვართ ამის მომწრენი საშინელი რაღაც მოსულა განსაკუთრებით მე ძალიან მინდა ჩემთვის წერლისთვის ძალიან მნიშვნელოვანია სიტყვა და საერთოდ როგორ გამოიხატებ ეს ყოფა ჩვენ როგორ ენით საუბრობთ ეხლა თქვენ ბრძანეთ ქალბატონო ნათია რომ ამან შეაჩერა სამოქალაქო ომი მე არ ვფიქრობ რომ ეს რამენაირად იმათ მომხრეებზე აი ვინც მართლა იდეოლოგიას ემხრობა რამენაირად დიდად იმოქმედებდეს იმიტომ რომ ამ ენას ჩვენ ხშირად ვისმენთ სექსუალური ეს თემები იმდენად საერთოდ სექსი არის
ზალადობის ისა ცნება სინონიმი ჩვენთან. ქალი არის დამცირების ობიექტი, ეს ძალიან ხშირად ხდება. ჩვენ ამ სუფრებზე, სადაც ქალი სადღეძელოს ძალიან ისე იტყვიან ჩვენი ქართველი მამაკაცები, შემდეგ შეიძლება ერთმანეთში რაღაც ამდაგვარი ისე მშვენივრად გადაულაპარაკონ, რომ ეხა არავის შეურაცხყოფას არ ვაყენებ, მაგრამ ჩვენ ამას ვისმენთ ქუჩაში, ამას ვისმენთ ყველგან და ამას ეხლა სულ არ მიკვირს იმ ადამიანებმა, რომ არაფრად არ ჩათვალეს იქ Facebook-ზე ამ პოსტების დადება, ეს მათი ყოველდღიური ლექსიკა არის. შემდეგ უკვე, როდესაც კანონი, ეს მუხლი ყოფილა, უცებ წაშალეს და დაშინდნენ. ეგ არის. ამიტომ რაღაც ზღვარი, რა თქმა უნდა, არ არსებობს. აი ამ ზღვარზე უნდა დავსვა, ეხლა კითხვა უკვე მაგიდასთან გადმოვას, შემდეგ ისევ დაგიბრუნდებით. წეგან გამოვთქვი ასეთი ეჭვი. არ არის ეს ჩემთვის საბოლოო პასუხი ჩემს თავში, მაგრამ ხომ არ შეიძლება გავიღვიძოთ ამ ამბების შემდეგ და ერთ მშვენიერ დღეს გვითხრან, რომ უნდა დაწესდეს ქვეყანაში თავისუფალი სიტყვის, თავისუფალი აზრის გამოხატვის ზღვარი. თუ ხედავთ ამ საფრთხეს, მიშა, მაგალითად, ჩვენ გვახსოვს, რომ არც თუ ისე ცოტა ხნის წინ ერთი-ორჯერ საპარლამენტო ტრიბუნიდან გაიჟღერა ამან, რომ აი ზღვარი უნდა იყოს, სადამდე არის თავისუფალი აზრი დასაშვები. და ერთ მშვენიერ დღეს ხომ არ შეიძლება გვითხრან, რომ თქვენ ხართ ის ინგა გრიგოლია, მიშა მშვილდაძე, ეკატო გოინძე, რომლებიც იქ ისხედით და აღშფოთებულების საუბრობდით, ეს რა გაუბედეს თათია დოლიძეს. ამიტომ მოდი ზღვარი დავაწესოთ. ცენზურის საფრთხეს ხედავთ თქვენ? ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებისას და აღსრულებისას და საერთოდ ქმედებისას არის ორი უკიდურესობის საფრთხე, რომ ან დააკლო, ან გადააჭარბო. ეს შემთხვევა, როცა არც უნდა დავაკლო და არც უნდა გადავაჭარბოთ. ძალიან მარტივია, ადამიანები არ უნდა ვატერორებდეთ ერთმანეთს, არც იარაღით, არც სიტყვით, არც Facebook-ით. არ უნდა ვაშინებდეთ ერთმანეთს. თუ შევაშინეთ სხვა ადამიანი, ავიცი, რაღაცნაირად მე მგონი ცოტა ისეთ რაღაცას ვიტყვი, მაგრამ პოლიცია არ უნდა გჭირდებოდეს რა ერთმანეთისგან დასაცავად რა. საბოლოო ჯამში, ხო, გჭირდება და თუ გჭირდება გამიყენო დეფექტურად. ტყილა ხო არ ყავს რა მართლა ის არის, რა ქვია. შვიდად ვიცხოვროთ და წყნარად ვიცხოვროთ რა, მართლა არ არის ადვილი ამ ქვეყანაში. მიშა, ეს სიტყვები რამდენი წელია ისმის შვიდად ვიცხოვროთ, მიყვარდეს ერთმანეთი, მაგრამ აგერ ვდგევართ რა საფრთხის წინაშე. ჯგუფური გაუპატიურება, ეს შეიძლება ისე იყო. მაპატიეთ ძალიან უხერხულ სიტყვას ვიტყვეთ, აღლიცინება თანამედროვე ლექსიკონიდან ვიღაცა ადამიანების, მაგრამ სინამდვილეში რამხელა საშინელება. ეს სიტყვას უბრალოდ უნდა გაითვალისწინო გარემოში, ხო გუშინ კიდე მოკლეს ვიღაცის არა ქვია ქალი. ეს არის საზოგადოება, სადაც ქალების მიმართ ძალადობა სტატისტიკურად არის ისეთ მაღალ შეიძლება კითხვაზე პასუხს გავაგრძელებ. ამის გამო უნდა შემდეგ მოგცემ სიტყვას. ხო, ნუ ბიაშ პრინციპში დავასრულე. ეს უნდა ვქნა, გავერცხო. ქმედება, ხომ? რატომ ვერ ვიღებთ განსხვავებულას? თუნდაც ის, რომ მარშის საწინააღმდეგოდ გამოდის ახალ-ახალი აქციები და ხდება ესკალაცია თემის. იგივე არ არის, არ ვიცი, ხა მომიტევთ, მესმის, რომ წინასაარჩევნო პერიოდია, მესმის, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ქულების დაწერა, ბევრი მომხრეს მოკრება, მაგრამ კიდევ გავიმეორებ იმით, რითიც დავიწყე. იქნებ ეს ქულები თუნდაც დავიწეროთ იქ საზღვარზე, სადაც ცოცავი ოკუპაცია მოდის და მოდის. იქნებ იქ გავაკეთოთ ეს ყველაფერი რა. რაღაცნაირად ეს აღმაშენებლის გამზირის გადარეცხვა უკვე ძალიან ცუდი, იგივეს არ ვაკეთებთ, ანუ ნაგვისგან მე ძალიან კარგად რაც გვინდა ამითი და ალბათ ბევრი გამაღიზიანებელი ფაქტორი იყო, თუნდაც უკვე ჩვენი კონტრაქციების ორგანიზატორებისთვის და ძალიან კარგად გულშემატკივრობდა მესმის, თუმცა აი ამ ფორმებს რა ვქნა და ვერ ვეთანხმები. მათო ეხავე, აი გოგოები მთხოვენ მოკლედ თქვი ანდრი, იმიტომ რომ მალე მოგცემ რამოდენიმე ადამიანის პოსტს გადავეყარე სოციალურ ქსელში, რომ აი გუშინ მკვლელობასთან დაკავშირებით, რომ გამოიძიეთ, ეს არ იქნება ქართველის გაკეთებული, ეს აუცილებლად ვიღაც ჩამოსulis, რაზეც ძალიან არადეკვატური შეფასება მქონდა, როგორ შეიძლება ეგეთ რაღაცა ბრალდება წაუყენო, კიდე დაძაბული ხალხი უფრო დაძაბო. დღეს გაირკვა, რომ მისი ბიზაშვილი სამწუხაროდ მისი ბიზაშვილი. ხო, ანუ კრიმინალს არ აქვს ეროვნება, ამასია რა საუბარი. ეკაზა ნინოს რაღაცის მასურდა გადმოვდივარ შემდეგ ბატონმა უახლოეს მეგობარი და ხშირად უსიტყვოდ ვეთანხმები, ისევ არაპოპულარული აზრი უნდა ვთქვა, ჩემი აზრით ამ ორი აქციის ერთმანეთთან დაკავშირება არ არის სწორი, რადგან ის უმწვავესი პრობლემა, რომელიც სახელმწიფოს უდგას და ქვია მცოცავი ოკუპაცია, სხვა თემაა. არიან ადამიანები ქვეყანაში, ვისაც შეიძლება აწუხებთ სხვადასხვა საკითხი, მათ შორის მოხშირებული მაგალითად ზალადობის ფაქტები და თუნდაც მათ აღქმაში ეს ფაქტები გამოწვეულია არალეგალი უცხოელების მიერ.
თუ ესეთი განცდა არსებობს, ამ ადამიანებს ისევე როგორც მე, თქვენ, კანონის ჩარჩოებში, კანონის ფარგლებში ამ აზრის გამოხატვის უფლება აქვთ. ანუ ეს მარში მე მგონი იყო ლეგიტიმური, ხო? აი რაღაცნაირად არ მომწონს ამის ესე დაყენება, რომ ჩვენ რადგან არ ვეთანხმებით, აი ზუსტად ამაზე კი პრიორიტეტებზე არ უნდა გაიმართოს და ის არა, უბრალოდ ხალხის რაოდენობაზე და იმაზე საერთოდ და მე ქულებს ვინ როგორ იწერს, ხო? ხალხის რაოდენობა აჩვენებს იმას, მარში, ქართველთა მარში ყოფილა აქტუალური. ყოფილა, ხო? ვნახეთ რომ ყოფილა. ნახეთ რეალური კონკრეტული ადამიანები. ახლა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანების პრობლემები არის უკიდურესად აქტუალური და მე, როდესაც მეგობართან ერთად სადღაც მივდივარ, იმ დღეს კაფეს მისაწვდომობა ქონდა და ტუალეტში აღარ ქონდა უკაცრავად ამ სიტყვისთვის. აი, იქამდე შეგიშვეს და იმის იქით საჭირო ოთახით ვეღარ სარგებლობ. ყველა სხვადასხვა რამე გვაწუხებს და ზოგს ემთხვევა ეს დარდი. ერთი ქვეყანა გვაქვს და როდესაც ჯანსაღი არის ეს გამოწვევები, ეს წუხილი, მოდით რა რაც ლეგიტიმურია, ყველა გავაკეთოთ. იყო აქ მაპატიეთ. ნინო, ძალიან დიდი ბოდიში. ჩვენზე უფროსები არიან, ჯერ ეს ერთი და ბატონ ლადოს უნდა რაღაც ითქვა, მაგრამ ვღლიცინებთო და ვის ვეღლიცინებით ძალიან მაინტერესებს. ჩვენ საკუთარ თავს რო ვმართებთ. ქვასაც ჩვენ თავს ვესვრით, გაუნათლებლებით ჩვენ თვითონ გამოვდივართ. მე გალანძღულებით ჩვენ თვითონ ვრჩებით. და ყველაფერი ეს ჩვენ გვჭირს. და მე რატომ გვიყვირს რომ ვეღლიცინებით ჩვენ შვილს სალომე, რომელიც არის ულამაზესი და უნიჭიერესი, არც იმას არავინ არ უნდა გაუბედოს, არაფრის დაწერა. ხო ესეა და ჩვენ ამაზე ვთანხმდებით. რატომ არ ვფიქრობთ იმაზე, რომ თუ თქვენ მე მაკადრეთ და მე ესე იგი ინგა როგორც კი თქვენ მე ან სამსახურში არ მიმიღებთ ან ჩემ პოსტს არ გაიზიარებთ ან 458 ლაიქს არ გაუკეთებთ იმ წუთშივე მე თქვენ გაჰაიდებთ მე unfollows გიკეთებთ მე შეგრაცხავთ მე გადაგცემთ ანათ ხალხო ვის ვეღლიცინები ხო და ამას ეძღება ისგაცემა მადლობა თქვი ნინო და ბატონ ლადოც და შემდეგ რეკლამა და ნათიათი დაუბრუნდები აქ იყო საუბარი იმაზე რომ საზოგადოება არის გახლეჩილიო მე ვფიქრობ რომ საზოგადოება არ არის გახლეჩილი მე ვფიქრობ რომ უბრალოდ მტრებს უნდათ რომ შექმნან ესეთი სურათი და რაღაცა წარმოაჩინონ ეს რაღაცა საოცარ პრობლემად მაგრამ აქ ეხლა რაზე ჩვენ ვსაუბრობ მე მესმის ყველას რომ ცოტა სხვაგან წავედით ემიგრანტებზე წავედით რაღაც მე ჩემთვის მაგალითად მიუღებელია მოძალადეები ამოეფარონ ქართველობას. ჩემთვის ის ადამიანის ქართველობის სახელით ძალადობა ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელია. ზუსტად ამიტომ ვიძახი მე რომ ეხლა თქვენს რომ მაგალითად წინასაარჩევნოდ იყენებენო, მაგრამ მე არ ვიცი თქვენ ვიზე ისაუბრეთ, მაგრამ მე კვირას აღმაშენებელზე ელენე ხოშტარიას აქციაზე, იმიტომ მივდივარ რომ ზუსტად ვიცი რომ ყოველთვის როდესაც საქართველოს დაცვა ჭირდება, ეს იქნება ოკუპაციის ხაზი თუ სხვაგან საქართველოს ინტერესების გატარება ეს ადამიანი ყოველთვის იქ დგას. ვენდობი არის ძლიერი ადამიანი და აუცილებლად მივალ, იმიტომ რომ ის ვიცით, რაც ვიცით. მოდით. აქ პოლიტიკოსების გარშემო. არა, უბრალოდ საუბარი იყო და პასუხი გავეცით. თქვენ თუ გაქვთ უფლება, ჩვენც გვაქვს უფლება. თქვენ თუ გაქვთ უფლება, ჩვენც გვაქვს უფლება. საერთოდ არა მაქვს სურვილი, რომ პოლიტიკურად ახლა ანგაჟირებულ თემებში ჩავერთო რა. აბსოლუტურად თქვენ ვიღაცის გჯერავთ, მეც ვიღაცის გჯერავთ. და შეიძლება მე ბატონ ლადო იყო თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე და სულ პატარა ახალგაზრდა გოგო ვიყავი მისი აპარატის თანამშრომელი. ამ შემთხვევაში შენ ვისი გჯერა, ტიკა? მე მჯერა კარგი, განათლებული, პროგრესული, წარმატებული ყველა ადამიანის მაპატიე. ევროპული მომავლის კერო გვინდა წასვლა შეიძლება 21 საუკუნეში. გუგური გაუპატიურებით გვემუქლებოდნენ და არ ნეიმაჩია მაპატიე. ეს მიუღებელია. როდესაც ქვეყნისგან არ არის რეაგირება, ამიტომ საზოგადოებაზე ვსაუბრობთ დღეს და კარგი, ნინო დაასრულა. დაანონსება. მადლობა. აანონსებდა თუ უწეფელებად, მაშინ დაანონსეთ გირჩის მე ხვალაც მივდივალ ქალთა მარშზე, ზეგაც წავალ გირჩის აქციაზე და აი ესეთი ქართველობის სახელით ამოფარებული გამიგეთ და არ გაიგოთ რომ ოცნების მომხრეა ნაციონალიზმის აქციაზე გახვალთ. უკაცრავად, კახიკალოძის აქციაზე გახვალთ. ეხლა ადამიანებს აი მოძალადეების წინააღმდეგ რომ მოვაწყო. ხო და აუცილებლად ანდრი შენ მეთქობა კარგად არ მისდობ. აუცილებლად გავალ კახიკალოძის აქციაზე, ხო? არა, ხო, არა, რაღაც პოლიტიკური ის შექმნა.
გააკეთოს კახიკალაძე მოძალადეების წინააღმდეგ აქცია და აუცილებლად გავა. ისედაც არ დავდგები. კარგი. ძალიან გადავაცილე მე რეკლამას, რეკლამის შემდეგ დავბრუნდები ჩვენ სტუმრებთან ერთად უკვე გადაცემის ბოლო ბლოკით. არ ვიცი, მაყურებელს ალბათ ექნება თავისი აზრი. ჩემთვის ეს ეთერი აღმოჩნდა ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეულად საინტერესო. შეიძლება იმიტომ რომ პოლიტიკოსების გარეშე მსჯელობენ სწორედ ის ადამიანები, ვინც არიან ჩვენი საზოგადოების ძალიან აქტიური წევრები. დავბრუნდები ძალიან მალე, რეკლამა რამდენიმე წუთში გაივლის. გადაცემა ბოლო ბლოკი დაბრუნდა პირდაპირ ეთერში ბატონ ლადოს და ნათიას მინდა გადავცე ცოტა ხანში სიტყვა მანამდე მინდა წაგიკითხოთ თათია დოლიძის მეუღლის Facebook სტატუსი რომელიც მან დაახლოებით 15 წუთის წინ დადო ეს არის ვაკო თურნავა დადო Facebook გვერდზე თათია დოლიძის ქმარი წერს ყველა იმ გარეწარს ვინც ემუქრება ჩემს ოჯახს და იკადრა ჩემს მეუღლეზე ესენით აღუწერელი სიბინძურე დაეწერა ძალიან მალე გაირკვევა მართლე და არც ერთს არ შეგრჩებათ. სიტყვები არ მყოფნის, რა უნდა დავუძახოთ თქვენს საქციელს. მე წავიკითხავ მოდით ამ სტატუსს თავიდან ბოლომდე, იმიტომ რომ ჩვენ ვლაპარაკობთ სწორედ აი იმ სიტყვებზე, იმ ემოციებზე, იმ აგრესიაზე, რაც ხდება სოციალურ ქსელში ვაგრძელებ სტატუსის კითხვას ქვეყნის დამქცევი ნაბიჭრები ხართ წერს თათიას ქმარი, რაც შეეხება ლიბერალიზმის მამებს. შეწყვიტეთ ვითომ და სოლიდარობის გამოცხადება. ამის მორალური მიღებაც არ გაქვთ თქვენ იმად გამოუცხადეთ სოლიდარობა ვისი ოჯახებიც მიწასთან გასწორებული გყავდათ წლების მანძილზე ეს სტატუსი დადო თათია დოლიძის ქმარმა 15 წუთის წინ ბატონო ლადო აი თუნდაც აქედან გამომდინარე პროგნოზი შეგიძლიათ გააკეთოთ როგორ რა შეიძლება განვითარდეს ამ კონკრეტულ მაგალითზე არა იმ ყველაფრის გათვალისწინებით რაზეც ეს დღეებია ჩვენ საუბრობთ ჯერ დიდი მადლობა მინდა გითხრა რომ ვარ მონაწილე დღევანდელი მადლობა თქვენ რომ მონაწილეობთ ყველას მინდა მადლობა გითხრათ მამამ ყავდა 2 მეტრიანი კაცი გაბრაზებული ყოფილიყო და შალაბანი დაერტყა ვინმე ცკიპური შეdaegdo ისეთი ღონიერი და ძალიან ის და ლამაზი კაცი იყო არ მახსოვს სტადიონზეც კი ბილცი სიტყვა ეთქვა შეეგინებინოს ეხა გინები ახლა დღეს მოდა გინების გარეშე არ ლაპარაკობს არც ხალი არც კაც მოდიშვილი დიდი პატარა ამას კლასში გინებიან კაც მამას ვკითხე მამა მითხრა რაკეტა როტოებსო თავის საბუდარს და უნდა ზევით ავიდეს და იქიდან ცეცხლიო ქვევით ხორჩებაო გახსოვს ეგეთ რამეო იციო მე კი მეთქი აი შენ გაისვრი რაღაც სიტყვას უწმაწობსო რაკეტას არ გაისვრი მაგრამ ის ცეცხლიო შენ დაგწვავს ეხლა სულ ფიქრობ ეხლა როგორ მესმის ამ მეუღლის ძალიან კარგად მესმის უსაყვალესი მისი რჩეული 7 მილიარდ მოსახლეობაში ამოარჩია ერთი გოგო ეს უკვე დედამთვარი ამოდის შენ ვინ მოგცა ადამიანო ნებისმიერო ხას უსვამ ნებისმიერო მე განკითხვით არ განვიკითხავ ეხლა გამსჯი არ განვიკითხავ შეცდომებისაგან დაზღვეული არავინ არ ვარ მაგრამ ვამბობ არ არის შენი ქმედება სწორი მე არ დავდგები იმ ადამიანების გვერდზე ვისაც შეუძლია არასოდეს ეხლა კი არ არასოდეს ვისაც შეუძლია ბილცის სიტყვით მიმართოს ან ქალს მიუღებელია დაამციროს ქალი გენდორის მოხმობით მე არ დავდგები იმ მხარეს მაგრამ მე მეორე მხარეს ვამბობ ეხლა ასეთ რამეს დავსვამ შეკითხვას აქ ჩვენთან საქართველოში მე გადავხედე გერმანია, ესპანეთი, ჰოლანდია, საფრანგეთი, ამერიკა, შეერთებული შტატები, ირანი და ასე გადავხედე მაინც მიყვარს იმიტომ რაღაცა თქვენთან არ მინდა ზედმეტი სიტყვა არასწორად თქვა დილეტანტის დონეზე შიდა საკანონმდებლო სივრცეში ჩვენ კონსტიტუციაში ლეგალიზებული გვაქვს საროსკიპოები არა გვაქვს ლეგალიზებული აკრძალული გვაქვს ვიწერია სადმე რომ აკრძალულია როგორ არა პასუხისმგებლობა დგება ფართის გადაცემისთვის პროსტიტუციაში თვითონ ქალის მეჩადენის აქციაზე პროსტიტუციაზე გვაქვს არა გვაქვს ხო ეხლა მოდი ასეთი რამე ვთქვათ
გვაწამებს ბატონი. დღეს რომ დაშევეკითხო ყველაზე ახალგაზრდებს, აი პატარა ბავშვებს რო შევეკითხო, დამისრული წინადადება. რაც კანონით აკრძალული არ არის, დაასრულეთ წინადადება. დაშვებულია, ხო? დასაშვებია, ხო? გაეროს გენერალურ დივანის იგივეს მიპასუხებს და თქვენ სოსორი ვარ. 2000 წლის წინ სენეკამ თქვა, 2000 წლის წინ, უყურეთ, ცივილიზაცია წინ წავიდაო და იქ ვერ ზნეობაში ვერ წავედით. რასაც არ გრძალავს კანონი, გრძალავს წესიერება. შინაგანი. უყურეთ რაშია საქმე? ეხლა ჩვენ თავს მოვკითხოთ. ვარ ჩვენ წესიერები? წესიერება საიდან მოდის? ოჯახიდან აღზრდიდან. ვარ ჯის ჯილაგიორა, ზოგი ამას სადერძელოდ გითვლის, როცა ითქვია ასეთ რამეს. კარგი სადერძელოებს თუ ლაპარაკობ. კარგი რა, ნუ ლოცულობ. კარგი რა, იმას აგა, ნუ ფილოსოფოსობ. იმან არც ფილოსოფია იცის. არც ლოცვის შინაარსი იცის და არც სადერძელოს შინაარსი იცის. ჩემდა სამწუხაროდ. ყველა მდინარეს ერთნაირ ჯებირს არ უკეთებენ, ბატონებო, ითვალისწინებენ იმ წყალწყვას, რამაც შესაძლებელი შეიძლება გახადოს მდინარის წყალის საფრთხედ აქციოს, გარდა ვიტალური თვისების. ყველა ქვეყანას ერთნაირი კონსტიტუცია არ უწერია. ყველას კანონები მართავს, მაგრამ კონსტიტუცია იმის და შესაბამისობაშია მის ეთნოკულტურულ, შიგნით ტოლერანტულ, მიმტევებელ აღზევების პირზე დაცემულს, აღდგენილს ყველაფრის გათვალისწინებით იწერება კონსტიტუცია. ნებისმიერ კონსტიტუციაში ერთი არის ყველასთვის საერთო, როგორც სიცოცხლე ნაჩუქარი ისე თავისუფლება. სიტყვის, ქმედების, მოთხოვნის, დასვენების და ეს ყველაფერი თავისუფლება არის შენში. ხშირად მესმის, მე-20 საუკუნის კაცი ლაპარაკობს თავისუფლებაზე. დიახ, ლაპარაკობ. მე ნიკიტა ხრუშჩოვიჩის უნდა მიმეტანა თაიგული. ხო, მე და ირინა ფაღავას, ეხავყვები ამას. 62 წელია. მოცეკვები ვიყავი და ვიცეკვეთ. რას ლაპარაკობთ? ახლა ხარ? მე მგონია ნიკიტა ხრუშჩოვზე რო ლაპარაკობ. ძალიან დიდი, ძალიან დიდი უნდა იყოს. მოწაფები ვარ. მე არც ირინასთვის არ გადამილაპარაკებია და არც ჩემთვის ამის დრო არ იყო, მივდივართ. მოვტრიალდით. იმ კიბეზე არავედი და ავედი და ვასიმ ჯავანაძესთან მივიტან და დავდები. მე ბრეჟნევისთვის ხელი ჩამორთმეული მაქვს. ნონამ გელაძე იდგა აქით, 68 წელი იყო, მე აქით ბიჭებში, ნონამ გელაძე გოგოებში, რომ მოვიდა, იმას ხელი ჩამოართვა და მეც ხელი ჩამოართვა. მაგრამ ლენინური კომკავშირის პრემიაზე უარი მაქვს რა თქმა უნდა. თავისუფლება არის ეს თუ არ არის? ამიტომ, როდესაც ჩემ თაობის ადამიანებს ესმით რუსული პროპაგანდის შესახებ, რუსებთან ტუბერკულოზი მტერია სიცოცხლის, მაგრამ ტუბერკულოზი ყველას გჭირს. შენ თუ დასუსტები, ტუბერკულოზი გაჯობებს. იმუნური დეფიციტი შენი არასწორი ქმედებიდან შენი ორგანიზმის დასუსტების შედეგად მოგერევა. მე არ მინდა რომ ჩემს ქვეყანას ნებისმიერი მოტივით, პოლიტიკური მოტივი ყველაზე ცუდი მოტივია, ეკონომიკური, სოციალური, ცოტა მეტად, აი რამე მოტივით იმუნური დეფიციტი დაგვემართოს. მადლობა. და დასუსტებულს ადვილად მოგერევა. ეხლა ერთი რამე თუ ნახო არ შეიძლება. კი ბატონო, გამოხმაურება მინდა. სიტყვას ასევე დიდი ამე დავამთავრებ. დავამთავრებ რეპლიკები. უღმესი მადლობა რომ მეძლება არა, პირიქით თქვენ მადლობა ძალიან საინტერესო. აი ასეთი რამე მინდა გითხრათ. ცოცავ აგრესიას დავარქვი, მე ანექსი არ ქვია, ცოცავ აგრესიას, უზნეო აგრესიას. იქაც უნდა გამოუცხადო. დავით გარეშთანაც უნდა იდგე. სასომხეთის საზღვარზეც უნდა იდგე. რუსული საზღვარი და ეს კავკასიონის ქედი ხომ სულ დიდი დურბინით უნდა უყურებდე და ამე არ შეგეშალოს. თურქეთთან ერთი მოწესრიგება დელიმიტირებული 25 წელიწადია საზღვარი არ აქვს. ამითი ჩვენი სიზუსტე გამოვლენილი გვაქვს. და სუბოლო მინდა დავამთავრე. როგორც დავიწყე მედიცინით, ისე მედიცინით. ადამიანის ორგანიზმში ერთდროულად ხდება ბევრი რამ. სუნთქვა, ყლაპვა, გულისცემა, კუჭისვენის გამოყოფა, ბევრი რაღაცები. ისინი ერთმანეთს კი არ ელოდებიან. ის ერთდროულად ხდება ადამიანები. ერთდროულად ხდება. როცა მე ლაპარაკობ, ჰაერსაც სუნთქა ნაშიერთან გამო ეს ყველაფერი გული მუშაობს, ხა გული დაელოდება, სანამ მე ემოციას გამოხატავ, არა, აჩხროლდება.
ერთდროულად ჩვენ ერთდროულად ცხოვრობთ თაობები, შვილების თაობები, შვილიშვილების თაობები, ჩვენი თაობები, პოლიტიკოსები, მეწარმეები, უცხოელები, აქაურები, ტოლერანტები, რელიგიები ერთდროულად ცხოვრობთ, მაგრამ როგორც კი ერთმანეთში ჩავერევით, ხუჭი ჩაერევა ტვინის საქმეში. იმ წუთას გაბუშვება საქმე. აფიშებიას ერთი რამ აქვს ცუდი, თვითონ თავის თავში არეტევა და მეტასტაზირებს. ტვინში, ფილდში, ღვიძლში ჩვენ საფრთხის წინაშე ვდგავართ, დასუსტების პირობებში მეტასტაზირება მოგვივა. ბევრი რამის გან, ჩემი ჩამოდი მე ბანოებს არ ვლაპარაკობ, პატივისცემ მინგა შენს გადაცემას და რეაქციას მინდა ზუსტად ეს ფორმა კონდეს, რაც აქვს რეაქციას და თქვენ პატივისცემთ უყოლას, ამიტომ მინდა ერთი რამე მორიგეობით ავცხოვროთ. ერთდროულად ცხოვრობთ. ეს ქვეყანა ერთხელ და ერთდროულად ცხოვრობთ და იმედით მინდა დავამთავრო. აქ ვინც ხართ, ყველანი ალმასები ხართ. თვითნაბადი. მაგრამ ბრილიანტები ყველა ერთნაირი არა ვართ. ბრილიანტი არის დაწახნაგების ხარისხი. რაც მეტად წახნაგება, ესე. ამიტომ ალმასის სიმტკიცე არ მოგიშალოთ და ერთმანეთი დაწახნაგება ვისწავლოთ. ჩვენ რაც ბევრი რამე არ მოგწონს, გვაწახნაგებს, გვაძლიერებს და ერთმანეთის მოსმენა, ერთმანეთის გაზრდა, ერთმანეთის ჭირში და ვარამში შესვლა, ერთმანეთის იმედის ქონა გადაარჩენს იმუნოდეფიციტისაგან. დიდი მადლობა. დიდი მადლობა, ძალიან საინტერესო იყო ბატონი ლადო. ისევე როგორც ხვები, ნათია თქვენც ასევე დიდი დოზით უნდა მოგცეთ სიტყვა, მომეჩვენა რომ ცოტა დაიჭაგრეთ დროის თვალსაზრისით. ხო, მე კონკრეტულად მინდა რაღაც რამდენიმე თემა შევეხო. პირველ რიგში ძალიან სასიამოვნოა იმის მოსმენა ახალგაზრდა კაცისგან შევიყვაროთ ერთმანეთი, მაგრამ ეს არის ჩემთვის პირადად ლირიკა, პოეზია და თუ პატიოსან ისტორიკოსებს კითხავთ, საქართველოს ისტორიაში არ ყოფილა არც ერთი ეპოქა, როდესაც ქართველებს ერთმანეთი ძალიან ყვარებოდეთ. და თუ იყო ისეთი პერიოდი, როდესაც იყო ერთიანობა, ამას განაპირობებდა ხელისუფალის, მეფის ძალიან სასტიკი რეჟიმი. არც ერთი ჭკვიანი ქართველი მეფე თავზე ხელს არავის უსვამდა. ისინი ძალიან მკაცრად აკონტროლებდნენ ამ ერთიანობას. და არაერთმა მეფემ მიიღო მუსულმანობა იმის გამო, რომ საქართველო გადაერჩინა და სამწუხაროდ, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მხიარული ხალხი ვართ, ძალიან მოჭარბებული იუმორიც გვაქვს, ყველა გვიყვარს ჩვენი ამხანაგი ნათესავი, მაგრამ ის რომ ჩვენ გამოვირჩეოდეთ რაღაცა მაინდა-მაინც მოსიყვარულეები არ ვართ. ჩვენ მკვდრები უფრო გვიყვარს, ვიდრე ცოცხლები. სამწუხაროდ. ეს ერთი. ეხლა რაც შეეხება ქალების თემას. ნუ გეწყინებათ ჩემო ძვირფასებო, მაგრამ არც ერთ ქართველ მამაკაცს დღეს უფლება არ აქვს ქალებს ჩვენ რამე პრეტენზიებს წამოგვიყვანონ, იმიტომ რომ უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში მე არ გულისხმობ პოლიტიკურ ელიტას და ბიზნეს ელიტას. მე გულისხმობ აი 90%-ს ჩვეულებრივი ადამიანებისას. ოჯახებს არჩენენ ქალები. ეს ხდება საზღვარგარეთ წასვლის ხარჯზე თუ აქ შრომის ხარჯზე მნიშვნელობა არ აქვს. ოჯახის მარჩენალი გახდა ქალი და შესაბამისად ქალი დავაშკაცდა ამ 30 წლის განმავლობაში და მინდა გითხრათ რომ დიახ საქართველოში ცხოვრობდნენ ხვაშაკ ცოქალი და კრავაი ჯაყელი და დიახ ქალებს შეუძლიათ ძალიან სერიოზული მარშის ჩატარება და ეს ეთქობა საჭიროც გახდება ერთ მშვენიერ დღეს, იმიტომ რომ ჩვენ თვითოული ჩვენგან ეს საკუთარ თავზე არ ვიტყვი, აი თიკაზე ვიტყვი რუხაძეზე. თიკა რუხაძეს მე ვიცნობ როგორც ქალს, რომელსაც შეუძლია 10 მამაკაცის ტოლფასის საქმის გაკეთება. კი, გეთანხმებით. მეც გეთანხმებით, იმიტომ რომ ცოტათი ვიცნობ. ხო, და ამ ასეთები თქვენ ყველას ასე შეგიძლიათ. ბევრნი ვართ და ძალიან გთხოვთ ჩვენსკენ თიც ნუ გამოიშვერთ, იმიტომ რომ ჩვენ ძალიან ბევრი ვიშრომეთ თქვენს გარეშე.
მადლობა. არა, ერთი კიდე რაღაც მინდა თქვა. ეხლა რაც შეეხება იმას, რომ მარშის იდეა არავის არ მოსდის გორში. გორში მალე ჩვენ რომ გავივლით, ბატონო ლადო, გაგვაჩერებენ და გვეტყვენ: "Предоставьте ваше удостоверение, товарищ". და ჩვენც ვალდებულები ვიქნებით ამ ღმერთმა დაგვიფაროს ამ საშინელი წუთებიდან, მაგრამ ეს მოსალოდნელია. და იცით რა არის კატასტროფა? მე რუსეთზე აღარ ბრაზდები. რუსეთი აკეთებს იმას, რასაც ასეულობით წლების განმავლობაში აკეთებდა და აგერ მე-20 საუკუნეში ჩვენ რასაც ვუყურებთ, ყველა ქვეყანაში ერთი სცენარით მუშაობს, აგერ უკვე 400 წელიწადია. ივანე ბრისხანედან დაწყებული ეს მაგათი სცენარია, ეს დრამატურგია არ შეცვლილა. ჩვენი კატასტროფა იმაშია, რომ აქ ქართველები თავისთავად მიუტვიან ამის გარუსებისკენ. აი ეს არის ჩვენი კატასტროფა. მე ერთი მეგობარი აღარ მელაპარაკება და რატომ? მითხრა ასეთი ფრაზა: შენ უღალატე პუშკინს და ლერმონტოვს. ვაიმე, პუშკინს ცოლმა უღალატა და ეხლა ჩემი ან საერთოდ რა კავშირში დაუშვათ ჩემი პროტესტი პუშკინ და ლერმონტოვთან. აი ესე დღეში აქ ქართველები შენ უღალატე პუშკინს და ლერმონტოვს. გააფრინეს. და კიდევ ერთი რამე მინდა გითხრათ. ან ზოგადებს საყვარელი. იმ ერთმა ამხანაგ მაგითხრა, მე სხვა არ მითხრა. აგერ მიშას არ უთხრა. არა, კი, მაგრამ ზოგადებს ბევრი არიან, ძალიან სამწუხაროდ ძალიან ბევრი არიან. და ეხავე მოგცემ. და მე მინდა ბატონ ეს რიტორიკულად ვიტყვი ალავერდი ბატონ ლადოსთან, იმიტომ რომ კარგად გამიგებს. ეხლა მკითხულობ წიგნს, რომელიც ჯერ არ გამოქვეყნებულა, ძალიან ცნობილი ქართველი არქიტექტორის, რომელიც იხსენებს, ეს არის ჩემი მამების თაობა. ჩვენი მამების თაობა და იქ არის წარმოდგენილი მთელი გალერეა ბიჭების. თავის საძმაკაცოზე წერს. მთელი ეს არის ძალიან ცნობილი ქართველები. ძალიან ცნობილი ქართველები, ვიღაცა ცნობილი ექიმი, მხატვარი, არქიტექტორი, მომღერალი, მსახიობი და ასე შემდეგ და იცით აი მეტირება რომ ვკითხულობ ამ წიგნს 37 წელიც გამოიარეს, ომიც გამოიარეს, შიმშილიც, ყველაფერი, მაგრამ როგორი ლაღები, როგორი პოეტურები, როგორი ვაშკაცები. ის თაობა, მამაჩემის თაობა, რომ ამ დღეს მოსწრებოდა და აი ესეთი რამე მოესმინათ, ალბათ სულ ყველას გულები დაუსკდებოდათ, იმიტომ რომ ისინი კაცები იყვნენ და მე მინდა ვთქვა მენატრება მამა, მენატრება მამას მეგობრები და ძალიან სევდიანი ვარ ამის გამო. მადლობა ნაციას, ძალიან დიდი მადლობა. დაგვრჩა ზუსტად 2 წუთი, დოდოს მოусმენ, მოკლედ ნახევარ წუთში რომ ჩავატიოთ თითოეულმა სიტყვას ვიტყვი. კითხე ბატონ ლადოს რომ ბატონო ჩემმა მეგობარმა თქვა რომ ეს რა ქვია, ეხო დრო სწრაფად გადისო და ნუ და დავეციოთ ამ დროსა და მე ვკითხე რომ სამციანი ქალმა რომ იმშოდია რომ რაც გააჩენს ხო დროს არ არის საჭირო შენ და ნაბიჯი აუწყო შეიძლება მაგრამ არ უნდა გადაასწრო არავითარ შემთხვევაში და მეორე თავისუფლებაზე ვლაპარაკობთ სულ მეგობრებო ეს არის თავისუფლება ერთხელ ჩემ მოსწავლეებს დაუწერეთ ნახე როგორ წერება თავისუფლება თქო თავზეა ლაპარაკი ანუ არის ფიქრზე იმაზე რა გაქვს შენ თავში და თავში რა გვაქვს ცოდნა აი ალმასზე და ბრილიანტზე იყო ლაპარაკი ჩვენ გვაქვს ის ცოდნა რომელიც ჩვენს პიროვნებას უნდა გქონდეს ალმას გადაგცემს ბრილიანტად თუ ჩვენ არ გვეცოდინება რომ თავისუფლების უკან დგას მოვალეობები მაშინ ჩვენ გადავიქცევით იმათ რაც უნდათ გადავიქციეთ როცა გვიმტკიცებდნენ სულ რომ თავისუფალი ხარ რაც გინდა კენი არა გენაცვალე რაც არ გინდა ის უნდა გააკეთო როცა ხარ მადლობა მიშა ძალიან მოკლედ უნდა თქვა 2 წუთი მაქვს ზუსტად დარჩენილი 10-ზე უნდა დავასრულოთ ეთერი და გოგოებმაც მინდა პატარა რეპლიკები რომ მოასწრო ხო არაფერი ძალიან მარტივად ბევრ განჩაჩვენი ურთიერთდამოკიდებულება როგორია რა როგორ უშლით ნერვებს ერთმანეთს მაგალითად ეხლა აქედან რომ წავალთ გავივლით ქალაქს მთელს და ვიმოძრავებთ მანქანების ნაკადებში აი იქვე ჩანს რა როგორ ვეპყრობით ერთმანეთს და სანამ იქ არ გამოვსწორდებით მანამდე მე მგონი ის არის ყველა უნდა მოახდინოს საკუთარ თავთან დაფიქრება და რაღაცის გაზდა რა
კი, ცხოვრება არის მუდმივად საკუთარ თავში რაღაცის ნაკლის აღმოჩენის და განვითარების პროცესი. რა ვიცი ამას რაღაცებზე უკვე ძალიან სერიოზულად უნდა დავფიქრდეთ. დრო არის ნამდვილად რომ რაღაცებზე დავფიქრდეთ. ქვეყანას აღარ ვართ რა ძალიან ახალგაზრდა ხო 95 წელს რაც გვეპატიებოდა 2017 წელს აღარ გამოდის ეს. მადლობა მიშა, დიდი მადლობა თეონა. ძალიან მოკლედ 20 წამში უნდა ჩავედიოთ. ფას უბრალოდ ჩვენ ვდგავართ ძალიან დიდი გამოწვევების წინ. სოფლიო სამყარო ცივილიზებული სამყარო დიდი ნაბიჯებით მიიწევს წინ. სად ვართ ჩვენ ახლა? სად ვიკეტებით? რას ვეძებთ? სწორედ ამ კითხვებზე უნდა გავცეთ პასუხი. განათლებით, შემოქმედებით, თუნდაც იმ პოლიტიკური აქტივობით, საზოგადოებრივი აქტივობით და რა თქმა უნდა განვითარებით და თავისუფლებით. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ნაცია რომ საუბრობდა, მაშინ უბრალოდ გამახსენდა სტატისტიკა, რომელიც ზუსტად დღეს ვნახე სპეციალურად ამ გადაცემისთვის, ბინადრობის ნებართვის მქონე ადამიანები საქართველოში ძალიან გაიზარდა 2010 წლის შემდეგ და იცით ვინ არის, რომელი ეროვნების წარმომადგენელია ყველაზე მაღალი, ვინ ლიდერობს? რუსეთი. შემდეგ მოდის თურქეთი, შემდეგ უკრაინა. ეს უბრალოდ სტატისტიკისთვის ისე რაც შეეხება, ვთქვათ, იგივე მარშს. რა თქმა უნდა, მარშს, რომლითაც დავიწყეთ საერთოდ ეს გადაცემა, რომ ჩამოვაშოროთ ის ქსენოფობიური ნიშნები, რაც ყველას გვაწუხებდა, რეალურად დარჩება კანონსაწინააღმდეგო ქმედების წინააღმდეგ მიმართული ადამიანების პროტესტი, ხო? და იმის თქმა მინდა, რომ ეს მე ძალიან მიხარია, რომ ადამიანების პირადი სოციალური პასუხისმგებლობა გაიზარდა, რაღაცა ანალიტიკური უნარი გაიზარდა და სწორედ ამისგან შედგება სამოქალაქო საზოგადოება, მაგრამ ეს არის სახელმწიფოს როლი, ხალხო, ეს არის სახელმწიფოს გასაკეთებელი და იქ სადაც სახელმწიფო ვერ მოქმედებს, ზუსტად იქ რჩება ის თავისუფალი სივრცეები, სადაც შემდეგ მარშიც არის და ერთმანეთთან დაპირისპირება. დიდი მადლობა, ნინო, ძალიან მოკლედ უნდა ვთხოვო და თიკა და დაასრულებს ანრი აი 20 წამიანი რეპლიკები მხოლოდ. ვიცი რა არის ინგა მე მინდა ვთქვა რომ კი რა თქმა უნდა იყო მარში მაგრამ ამ მარში მე სხვა პრობლემა დავინახე აქ იყო საოცარი განცხადებები აქ მე შემდეგ რაც მოყვა ამ მარს მივხვდი აი ეს მიზეზი რის გამოც ჩვენ დღეს აქ შევიკრიბეთ არ მინდა ეხა ზედმეტად ვილაპარაკო ადამიანებს ვის როგორ გვიყვარს ერთმანეთი რა უნდა გავაკეთოთ და ცოტა გადავიდე ფილოსოფიაში მე უბრალოდ მინდა ჩემი გულის ტკივილი გამოთქვა იმასთან დაკავშირებით რომ ძალიან მწუხვარ რომ დღეს ჩვენ ქვეყანაში ამ თემაზე გვიწევს გადაცემის გაკეთება და რომ არიან ქართველობას ამოფარებული მოძალადეები ვინც გვემუქრებიან გაუპატიურებით აქ არა მაქვს მე საუბარი თათიაზე აქ არის კოლექტიური თათიების პრობლემა აქ არის ზოგადად საზოგადოების პრობლემა და სწორედ ამიტომ მე მინდა რომ დღეს მე შეიძლება დამიცვა საზოგადოებამ ხვალ ვიღაცები არიან ვისაც არავინ არ იცნობს იმათმა ვის უნდა მოთხოვოთ პასუხი ხო შეიძლება რომ მთავრობამ და შესაბამისმა ორგანოებმა და სამსახურებმა იფიქრონ ამ ადამიანებზე მე ამას დღეს ვერ ვხედავ და ზუსტად ამიტომ კვირას 20 საათზე მივდივარ აღმაშენებლის გამზირზე ოკუპაციო ხაზს რაც შეეხება თუ ჩვენი დადგომა ამას უშველის მე პირადად იქიდან ფეხს აღარ მოვიცვლი თუ ეს სახელმწიფო საქმე ძალიან გადავაცილე უკვე 10 საათზე საინფორმაციო იწყება 20 წამი რა მხოლოდ ძალიან მოკლედ უნდა თქვა ვემიჯნებით ყველანაირ ძალადობას მე ვფიქრობ ჩვენ უნდა გვიყვარდეს ჩვენი ქვეყანა ჩვენ მე ვფიქრობ რომ ყველანი ერთად ვართ ამაში რომ ნამდვილად იქ უნდა ვიდგეთ და ჩვენ უნდა ვაძლევდეთ ის ხელისუფალი არის ჩვენი არჩეული ნინო არავის ჭკუას არ გარიგებთ მე მივდივარ უნასთან ვაკეთებ თქვენთან ერთად ამ გადაწყვეტას ვისწავლოთ და ვუკვეთოთ როგორი ქვეყანა გვინდა რომ გქონდეს ჩვენ გვინდა ევროპული განათლებული კარგი ლაღი ნათელი და გვინდა რომ ფანჯრები ისევ ღია იყოს როგორც ბებია ჩვენ ბაბუა ჩვენების და ჩვენი მშობლების დროს და გიტარიანი ბანტიანი გიტარებით მღეროდეთ იმ არაჩვეულებრივს და ვისმენდეთ ამას ყველაფერს იმიტომ რომ კულტურული და ტრადიციული ქვეყანა ვართ და ეს გვინდა მომავალი არის კულტურაში განათლებაში და ტრადიციების შენარჩუნებაში უნდა დაასრულო ძალიან მოკლედ სახელმწიფო არის ჩემთვის ოჯახი და ოჯახში დედა შვილს მამა შვილს განსხვავებული აზრის გამო ვერ იკვეთს არ იკვეთს ამიტომ თუ კი ჩვენ გავითავისებთ სახელმწიფოს ჩვენს ოჯახად ჩვენ მივიღებთ იმ შედეგს რომ ერთმანეთს არ გავწირავთ განსხვავებული აზრის გამო ამიტომ 21 საუკუნის ისტორია ქალბატონ ნათია თუ კი საქართველოს ისტორიაში არ მომხდარა მსგავსი რამ დავიწყოთ ერთმანეთის შეყვარება ხო მე ძალიან მეეჭვება ეხლა ეს მე ძალიან მეეჭვება ეხლა გადაცემის ბოლოს რომ ამბობ ამ სიტყვებს რაც უდია მაგრამ
ხო, რა ვიცი, იქნებ გამოვიდეს. დავასრულოთ უნდა ბატონო ლადო, ბატონმა ლადომ თხოვა ანეკდოტით მინდაო დავამთავროო და ძალიან მოკლე ანეკდოტით. თორემ საინფორმაციოს დრო უკვე გამოვიყენეთ ჩვენ გისმენთ. ძალიან დიდ მოდის მოუხდის სუყოლას, სმენელს, მაყურებელს, მე ვის ვისწრებს იმას. ეხლა ძალიან ძიმე თემაზე ვილაპარაკეთ. ძალიან ძიმეზე. შიგნით ბევრი რამე კიდე დავიტოვეთ, მოუფრთხილდით, იმ სმენელებს მოუფრთხილდით. ეს ჩემი დროინდელი ბავშვების ანეკდოტია. ქალი გადმოდის იარაღიანი. და კაცი მოდის ორგობეში, დღის პირ განაპირას და შეძლებიო უთხრა. გაჩერდა ეს კაცი. შენ მიპირებდიო მე გამპატიურებასო? არაო, რას აბრძანებთო, მაგრამ მოგიწევსო. აი ეს უბედურება დის ზოგჯერ ჩემო ძვირფას. ეხა მე უკვე ვეღარ დაგეწიეთ ამ ანეკდოტში ალბათ იმიტომ რომ ხურში მეუბნებია რომ დაამთავრე. მადლობა დიდი თითოეულ თქვენგანს რომ მიყავით ჩვენი სტუმრები. განსაკუთრებული მადლობა დღეს იმისთვის რომ ძალიან საინტერესო დიალოგი გამოგვივიდა. თეონა დოენჯაშვილი, ეკატო გონიძე, ნინო ორდენიძე, ნათია მეგრელიშვილი, ანრი ბიბინეიშვილი, ჯანსუხ ჩარკვიანი, მიშა მშვილდაძე, დოდო ხურცილავა, ლადო კახაძე და თიკა რუხაძე იყვნენ რეაქციის სტუმრები. ერთმანეთს შევხვდებით პარასკევს საღამოს 8-ზე. იმედია მშვიდობა იქნება. კარგად ბრძანდებოდით. კაცი მოკლეს.